მოგესალმა, მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეალური სურათი. დღეს საუბრობთ ჩვენ განათლების პოლიტიკაზე, სასკოლო პრობლემებზე, ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიაზე და სახელმძღვანელოების მომავალზე. მე გახლავართ მისი წამყვანი შალვა მინდაძე და ვისაუბრებთ ზოგადად არსებული გარემოს გათვალისწინებით ამ კონტექსტში და მანამდე რა პრობლემებიც იყო და რა შედეგებზეც გავედით, ამასთან ერთად განვიხილავთ ამ ყველაფერს. დღევანდელი ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ გიორგი ახალკაციშვილი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი და მადლობა პირველ რიგში გიორგი, მოგესალმებით. დღეს ვეცდებით, რომ რაღაცნაირად ნათელი მოვფინოთ ამ პირველი ეპიზოდით ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიას განსაკუთრებით, შევეხებით არსებული განათლების პოლიტიკას და სახელმძღვანელოების მომავალს და იმ სპეციფიკას და როლს, რაც 21 საუკუნის განათლებაში არის მთავარი ლაიტმოტივი და ასე გასდევს ხაზად. გისმენთ გიორგი, თუ რამის თქვა გინდათ და შემდგომ უკვე გადავიდეთ მთავარ საკითხებზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიც არის საქართველოში განათლების სისტემა და მასთან დაკავშირებული რეფორმები, თუ შეიძლება რომ ამათ რეფორმები ეწოდოს და რა ვიცი, მოუთმენლად ველოდები საინტერესო დისკუსიას და იმედი მაქვს, რომ მასწავლებლების უმეტესობა დაგვიჭერენ მხარს ამ საკითხში, ან ვინც აქამდე მხარს არ გვიჭერს, იმდენს მაინც მოვახერხებთ, რომ რაღაც საკითხებზე დავაფიქრებთ იმ ადამიანებს. ხო, არ არის აუცილებელი მხარი ყველამ დაგვიჭიროს, მაგრამ ფაქტი ერთია, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ განათლების სისტემა დღეს არის ძალიან დიდ საფრთხეში და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება იმისთვის ერთობლივი რეფორმებით, ერთობლივი ბრძოლით მივაღწიოთ სამართლიან საგანმანათლებლო რეფორმებს, ხო, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ ქვეყანაში არ არის. ერთი პერიოდი იყო, მაგრამ რატომღაც სხვა გზაზე წავედით და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი სწორედ ამ ლაივის მეშვეობით ჩვენ ერთ პატარა აგურს დავდებთ იმ კედელზე, რომელსაც ქვია განათლებისთვის საჭირო რეფორმების შენება. დიახ, დიდი მადლობა გიორგი, პირველ რიგში კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, მადლობა რომ დრო გამოყავი და დაგვითმე პირველ ეპიზოდში ფაქტობრივად მეც ამ ნაწილში და ასეთი სახის ისტორიის ლაივები კი გქონდა და გქონია ხოლმე ერთად, მაგრამ მასწავლებლის ბლოგზე მსგავსი შეხვედრები ყოველ პარასკევს პირველია და ვნახოთ რა გამოგვივა. იმედი მაქვს, რომ ზუსტად იმ რეალურ სურათს დავხატავთ და დავხაზავთ, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება სხვადასხვა სტუმრებთან ერთად და მადლობა პირველ რიგში, რომ შენ ხარ პირველი სტუმარი, რომელიც ყველაფერს ყოველთვის ალბათ კრიტიკულად განიხილავს ხოლმე. ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი უნდა ყოლოდა და მინდა აღნიშნო ნათია დავითაია, ისტორიის მასწავლებელი, მაგრამ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამწუხაროდ დღეს ვერ შემოგვიერთდა და იმედი მაქვს, რომ სხვა ეპიზოდებში ჩვენთან ერთად იქნება. დღეს საუბარი გვექნება არა მარტო არ იქნება რაღაცა დეკლარაციებზე და რაღაცა ლამაზ სიტყვებზე, როგორც უყვართ ხოლმე საჯაროდ ამის გამოსვლა, განვიხილავთ იმას, რასაც ალბათ მასწავლებლები ყოველდღე აწყდებიან, რასაც მოსწავლეები ვერ იღებენ და რაც ალბათ სისტემამ უნდა განახორციელოს, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ახერხებს ხოლმე ძირითადად და როგორც აღნიშნეთ, სამ ძირითად ბლოკს შევეხებით. აქვე ჩვენი ლაივის აღწერაში არის მითითებული ჩვენი შეხვედრის ლინკი, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, ვინც გვიყურებთ, ან Facebook ლაივში კომენტარების სახით მიიღოთ მონაწილეობა, დასვათ კითხვები, ჩაერთოთ დისკუსიაში და ჩვენ და მე ვეცდები, რომ გაგცეთ შესაბამისად პასუხი. პირველი ბლოკი, რომელიც დათმობილია დაახლოებით 10 წუთიან ნაწილზე, ჩვენი პირველი ბლოკი ეხება არსებული განათლების პოლიტიკის რეალურ პრობლემებს და მთავარი საკითხები, რასაც ალბათ რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, არის ალბათ პოლიტიკის უეფექტო დაგეგმა, რაც უკვე ბოლო 10-15 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გრძელდება და
ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა განათლების სისტემაში, იმიტომ რომ უეფექტო დაგეგმა, რომელიც პრაქტიკაში მიზანზე ორიენტირებას არ მოიცავს, შედეგზე ორიენტირებას არ მოიცავს და მხოლოდ არის მიზნები, რომ ამას გავაკეთებთ, იმას შევცვლით, ამას ამოვიღებთ, იმას ჩავამატებთ და რეალური შედეგი როცა უნდა დადგეს და დავინახოთ, აი ამ ყველაფერმა რა მოტივით და რა კონტექსტამდე მიგვიყვანა, ეს ყველაფერი უკვე იკარგება. ყველაზე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ასევე დირექტორის როლი. დღეს დირექტორები სამწუხაროდ უმრავლესობა არა, მაგრამ უმცირესობა არიან ჩართულები პოლიტიკის იმ ნაწილში, რომელიც სკოლას არ ეხება საერთოდ და ძირითადად აქვთ მათი მთავარი როლი და მოტივი არის ხოლმე ის, რომ უნდათ გაატარონ პოლიტიკა იმ პარტიის, იმ ჯგუფის, რომელიც სასკოლო პროცესებს საერთოდ არ ეხება და ძირითადად ეს აქტიურდება ხოლმე საარჩევნო პროცესის დროს, იმ დროს, როცა დირექტორი არის მთავარი რგოლი სასკოლო განვითარებაში, სასკოლო ინვენტარიზაციაში, პრობლემის მოგვარებაში, რესურსების შევსებაში და ასე შემდეგ და მივიღებთ ხოლმე საბოლოო ჯამში რაღაცა უცნაურ ქცევებს, რაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის რეალური სურათია სახელმწიფო განათლების სისტემაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე არის ზედმეტი ბიუროკრატია, რაც თავის დაუნებურად იწვევს მასწავლებლის როგორც პედაგოგის და მისი როგორც პედაგოგის ფუნქციების დაკარგვას პრაქტიკაში და ასევე გვაქვს მასწავლებლების გადატვირთვა და შედეგზე ორიენტაციის ნაკლებობა. გიორგი, პირველ რიგში რაც ალბათ თქვენთან მექნება კითხვა და უნდა გამოიკვეთოს როგორც თქვენი ცალკე კომენტარი ალბათ როგორც პედაგოგის და მასწავლებლის და ლექტორის, უნდა აღვნიშნო გიორგი საქართველოს უნივერსიტეტშიც კითხულობს ლექციებს და ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულია და ახლახანს გილოცავ კიდევ ერთხელ მეორე წიგნის პრეზენტაცია ექნება უახლოეს მომავალში და ამაზეც ალბათ მოკლედ შეაჯამებს თვითონ. ხო, რატომ ხდება თქვენი აზრით განათლების რეფორმა ყოველთვის ზედაპირულად გააზრებული და რა არის ის, რაც ალბათ ჩვენ ყველა მინისტრის, ყველა ხელისუფლების დროს გვაკლია და პრაქტიკაში ჩვენ ეს ზედაპირული გადააზრება, აი თუნდაც ისტორიის კონტექსტში რომ განიხილოთ და ისტორიის სახელმძღვანელოები მეთოდოლოგია რომ განიხილოთ, პრაქტიკაში არ სრულდება. მე აი ხანდახან მეუბნებიან ხოლმე და ხშირად მიწერენ ხოლმე, რომ თქვენო ყველაფერს აკრიტიკებთო და კარგს ვერ ხედავთ, მაგრამ მოდი მცხადად გამოვყოთ, რაც რეფორმა აქამდე ყოფილა და შეგვიქმნია და დაუწყია რომელიმე მინისტრს, რომელი რეფორმა დასრულდა, მე ამაზე მაინტერესებს პირველ რიგში, კითხვა მექნება, ვინც გვიყურებს ჩვენ ახლა და რატომ ხდება, რომ თუ ეს რეფორმა ვიღაცის ხედვით არის წარმატებული და კარგი და შედეგიანი, რატომ არ ასრულებენ ხოლმე შემდგომი მინისტრები, რომლებიც იცვლებიან. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, თავარი კითხვა არის ეს, რატომ ხდება განათლების რეფორმები ზედაპირულად და რატომ ატარებენ ამას ასე. მადლობა შალვა, წიგნის მოლოცვისთვის, ეს რაღაცა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი იყო, რომელიც დავასრულეთ და გამოიცა რაღაც ხორცი შევასხით ამ საკითხს და მოკლედ პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში დაიგეგმება. ხო, ეხლა რაც შეეხება თვითონ ეხა აი თემას, რომელიც წამოვჭერით, ეს არის საგანმანათლებლო რეფორმები, მათი ესეთი ზედაპირული მიდგომები ამ განათლების რეფორმებთან დაკავშირებით და მათი თუ მაგალითად კარგი რეფორმის საკითხზე, მათი მოკლევადიანობის პრობლემა, რაში მდგომარეობს. ზოგადად ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რეფორმა იყოს განხილული, ეს იქნება, განათლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პროფესიულ ასოციაციებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენ ქვეყანაში, არსებობენ, აი მაგალითად მე, მათ შორის შენ, წარმოვადგენთ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას, შეიძლება ახლა ასოციაციაში უამრავი მასწავლებელია და არ იზიარებდნენ და ეს ბუნებრივია, რომ შიდა კონკურენცია უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ჭეშმარიტი აზრი დაიბადოს, თუმცა ეს უნდა იყოს ხილული და არა ბრმა, ხო, რასაკვირველია, არ
უნდა იყოს, რადგან ეხა მე იმისტი ვარ და ამისტი ვარ, შესაბამისად, რასაც ის იტყვის, ჩვენც იმას გავყვეთ, ხო? ამიტომ საჭიროა მსჯელობა და საჭიროა უფრო და ისეთი მყარი არგუმენტები, ვისაც გააჩნია, ვენდოთ იმათ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიონალიზმთან, აი რამდენჯერაც ეხა შევხედე, ჯერ ერთი არასერიოზულად მიმაჩნია ის ფაქტი, მე ასე დავარქვი ხუმრობით, ერთკვირიანი მინისტრების არსებობა განათლების სისტემაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთი მოვიდა, იმან რაღაც ეს არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ იმან რაღაც დააბრეხვა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყო, ეს ზემოდან იყო პირდაპირ მნიშვნელობით როგორც ჩანს რაღაც სხვის გადაწყვეტილებებს აჟღერებდნენ, შემდეგ მოვიდა მეორე, რასაკვირველია შეცვალა და ეხა ეს რატო ვამბობ ამას? უპირველეს ყოვლისა აქ ზარალდება საგანმანათლებლო სივრცეები, ეს არის სკოლა, ეს არის უნივერსიტეტები და შესაბამისად იქ მომუშავე პერსონალი და იქ ჩარიცხული სტუდენტები და მოსწავლეები, არა? აი თუნდაც ავიღოთ მაგალითად სახელმძღვანელოების საკითხი. აი როგორც ჩვენი მიმართულებიდან, ეხა ისტორიის მიმართულებიდან გავავლებ მე პარალელს, ეხა მე ვერ ვისაუბრებ მათემატიკაზე და ქიმიაზე, ამისთვის ალბათ დარგის სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ და შესაბამისად ეს დარგის სპეციალისტები უკეთესად განიხილავენ. მე შევეხები ჩვენ მიმართულებას ისტორიას. აი მაგალითად რამდენი ხანია არ ეღირსა მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გამოცემა, ხო, ეს არის უდიდესი პრობლემა. იყო დაწერილი, ძალიან მაგარი პროფესიონალები იყვნენ ჩართული ამ საკითხში, მათ შორის პროფესორები, რომლებიც თვითონ ავტორები უნდა ყოფილიყვნენ და რედაქტორები და იმდენად რთულ თემას ეხება, ეხა ჩვენ ქვეყანას მაგალითად რო კურსი პირდაპირ რუსეთისკენ აქვს აღებული, ამას ყველა ძალიან კარგად ხვდება. ისევე როგორც საგანმანათლებლო ის პოლიტიკურ საკითხებში, ნუ თავისთავად ხედეთ სხვა რომელ ქვეყანაში ხდება ის რაც ჩვენთან არის, ალბათ იმაში ჩრდილოეთ კორეას ცოტა ხანში მივეწევით თუ არ გავუსწრებთ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ნუ ესეთი პირი უჩანს და რუსეთში, ბელარუსიაში და ისეთ სახელმწიფოებში, რომლებიც რაღაცა ვერ გამოვიდნენ იმ რუსული ჩექმის იმი ქვეშიდან. აი შეიძლება ასე ითქვას. აი გიორგი, ეს რო გამოვკვეთოთ, აქ თქვენი აზრით ვინ უნდა იყოს განათლების პოლიტიკის ძირითადი ავტორი? აი მაინც და მაინც სამინისტრო თუ მასწავლებელი და ეს პრაქტიკაში როგორ გამოიკვეთება, აი მაგასაც რომ შეეხოთ ნაწილაკი. აი წეგან ზუსტად მაგიტო ვთქვი რა, რომ ესე იგი პირველ რიგში უნდა დაიბაროს სამინისტროს უნდა უნდოდეს პროფესიული ასოციაციები თვითონ არ უნდა ითხოვდნენ სამინისტროსთან თანამშრომლობას. სამინისტრო თვითონ უნდა შეწუხდეს, უნდა მოძებნოს პროფესიონალები, იმ ისტორიასაც თავისი ეპოქები აქვს, ხო? ეხა ერთი კონკრეტული ისტორიკოსი ყველა ეპოქაზე ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ვიღაცას მაგალითად რომი აქვს უკეთესად გააზრებული, ვიღაცას არაბები აქვს უკეთესად გააზრებული, ვიღაცას სელჩუკები, ვიღაცას საქართველოს ისტორია, ხო? ამიტომაც უნდა შეწუხდეს სამინისტრო, უნდა დაიბაროს კონკრეტული სპეციალისტები და უნდა დააკომპლექტოს. აი ყველანაირად ბოლომდე უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მარტო ის არ არის, რომ 10,000 სიტყვა გამოვიდეს ერთი კონკრეტული ეპოქა და გამოვცეთ, ხო? აი ჩვენ ქვეყანაში ერთი უდიდესი პრობლემაა. რაღაც დედლაინებს აწესებენ და ეს დედლაინი არის, რომ ორ კვირაში უნდა მოასწრო 10 თავი მაგალითად, ხო? ეს იმდენად შორის ისე ხდება ეს ყველაფერი, რომ ხშირად სასკოლო სივრცე ვერ ასწრებს ადაპტირებას. აი რეფორმა და წიგნებიც კი თუნდაც ისე სწრაფად შეიძლება შეცვალონ ხოლმე და მომენტალურად მოგაყარონ ეს წიგნები, რომ მასწავლებელი, აი მე პირადად როგორც პრაქტიკოსი სკოლაში მომუშავე პედაგოგი, არც კი წამიკითხავს იმ დონეზე გადააზრებული სამივე გამომცემლობის სახელმძღვანელოები, რაღაც სექტემბერში ვერ მოასწრეს ავტორების ნააზრევიდან გავიგეთ პედაგოგებმა, რეალურად რანაირი წიგნი იყო და შინაარსი როგორი ეწერა და ჩვენი სკოლის დონეს შეესაბამება სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენესი თუ მაგალითად ლოგოს პრესის ან ნებისმიერი სხვა გამომცემლობა. ანუ მასწავლებლები იკარგებიან რეალურად ბიუროკრატიაში და აი ამ ფონზე დირექტორებს ეკისრებათ ადმინისტრაციული ზედმეტად მაღალი დონის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები და ის რეალური პედაგოგიური ლიდერობა, რომელიც უნდა იყოს გამოკვეთილი, ეგ არის უკანა პლანზე დაწეული და ფაქტობრივად ის თუნდაც ეხა თქვენ რასაც ამბობთ ავტორთა ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ,
ჩვენთან, როგორც პედაგოგებთან, ამას ნულოვანი კავშირი აქვს. არათუ ასოციაციებთან ეხა და რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ავტორები არიან შესანიშნავი სპეციალისტები, იმიტომ რომ ეხა აი დაუშვათ მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებზე, ხო, ვისაც უმუშავია, რა ქნან იმ ავტორებმაც, აი მეც ჩემი თავი წარმოვიდგინე ეხლა მათ ადგილზე, ხო, აი რა უნდა გააკეთონ? ესე იგი, სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს, ცუდი სახელმძღვანელოც რო იყოს, უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა გვიწევს მერე იმით მუშაობა და შესაბამისად აი ამ ფორს მაჟორში რაღაც ელვისებური სისწრაფით უნდა მოხდეს იმ სახელმძღვანელოს გაკეთება. და ეხლა როგორ წარმოგვიდგენია, მაგალითად აი რას აკეთებდნენ ზაფხულის პერიოდში, ხო? სიტყვაზე არ არის აუცილებელი სამინისტროში სირბილი, ონლაინ შეხვედრები მოაწყონ. აიღონ და დაუშვათ ყველაზე ცოტა პერიოდს ვიტყვი. ეხლა საზღვარგარეთ სახელმძღვანელოები 6 წელი იქნება და საბოლოოდ მაინც არ არის ხოლმე ისეთი, როგორიც უნდა იყოს. იმიტომ რომ იმას ძალიან ბევრი ნიუანსი ჭირდება, ელემენტარული სიტყვაზე რაღაცა სახელმძღვანელო გაკეთდეს და ეს სახელმძღვანელო მერე სატესტო ვერსიით ჩაეშვას სიტყვაზე ან მისი კონკრეტულად რომელიმე ნაწილი. აი დაამთავრა ავტორთა ნაწილმა რომზე მუშაობა. არ არის აუცილებელი მათი დაბეჭდვა. ეხლა დღეს ელექტრონული რესურსებით არავის არ უჭირს, ხო? ეხლა იქ მაღალმთიანზე კი ბატონო, იქაც საერთოდ არ უნდა ვლაპარაკობდეთ მაღალმთიანი და დაბალი, აქ უკვე 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველა მასწავლებელი უნდა უზრუნველყოს საკუთარმა სკოლამ ან იმ რეგიონის გამგეობა თუ რაც ქვია, რომ ყველანი იყვნენ უზრუნველყოფილი ელექტრონული რესურსებით. ეხლა მე ვგულისხმობ სკოლებს რასაკვირველი, ეხლა მასწავლებლებს უყურებ. აქ ცალსახად უნდა გამოიკვეთოს ეგ პრობლემა, რომც უზრუნველყოთ ელექტრონული რესურსები, ჩვენ სასკოლო სივრცეში რეალურად აი დღეს განათლების რეალური სურათი არის ასეთი, რომ გადავდივართ და მივდივართ ვცვლით რეფორმებს და ახალ სიახლისკენ გადავდივართ და მე სხვა შორის ერთ ქრონოლოგიურ რაღაცას დავაკვირდი, ყოველი ახალი მინისტრი, ყოველი ახალი წლის დასაწყისში ახალ რეფორმას შემოიტანს ხოლმე და შემოქონდა და მე იმდენად ახალი იყო ზოგადად საზოგადოებისთვის კარგად დავიწყებული ძველი რეალურად, რომ ვერც ვასწრებდით გააზრებას და იცვლებოდა. და პრაქტიკულად ეხა ეს სახელმძღვანელოების შეცვლა მაგალითად მე ამოვქექე ვიკვლიე რაღაცა ეს ვემზადებოდი ამისთვის და 7 წლის წინ კიდევ ერთი მინისტრი ყავდა ჩვენ თუ 8 წლის წინ აღარ მახსოვს ჯეჯელავა ზუსტად იგივე რეფორმა გაუზიარებია ფართოდ და რეფორმაში კიდე იგულისხმებოდა სასკოლო ფორმების შემოტანა. ანუ რეალურად აი ესეთი ხედვა რაც ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს ზოგადად ახასიათებს სამინისტროს პრაქტიკაში არ მოიცავს სასკოლო პრობლემების ანალიტიკას და ანალიზს, პირდაპირ უბრალოდ გავატაროთ რეფორმა. კარგია ეს რეფორმა თუ ცუდია და ჩვენი სკოლა მიიღებს თუ არ მიიღებს, სოფლის სკოლა მიიღებს თუ არ მიიღებს, ამაზე არავინ არ მსჯელობს იმ დროს, როცა რესურსებიც კი რომ გაუგზავნონ მასწავლებლებს, ვერ გააზიარებენ და ვერ ნახავენ ხშირად კომპიუტერული ლაბორატორიები არა თუ კომპიუტერული ლაბორატორიები გათბობები არ არის და ჩვენ ვიცით სკოლები რომ შეშის ღუმელით წბებიან. ანუ მინიმალური სტანდარტებიც რო არ გვაქვს მოგვარებული და ამ ნაწილში ვიწყებ დიდი მიზნების განხორციელებას რაღაცა უცნაური ის მახსენდება ხოლმე ახლა აღარ ვიტყვი უბრალოდ, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ლაპარაკობთ ეხლა ისეთ მინიმალურ საკითხებზე, რომელზეც 21 საუკუნეში, თურმე როგორც ერთ-ერთმა თქვა და მე დანარჩენი ბრძენი ბჭალებში აყვნენ, თურმე ეკონომიკურად იმდენად პირველ ადგილზე ვართ, რომ საერთოდ როგორ კონტაქტობთ დანარჩენ სამყაროსთან, როგორ გვიბედავენ საერთოდ კომუნიკაციას ასეთ ეკონომიკურად აყვავებულ ქვეყანას, მე არ ვიცი და სინამდვილეში რომ ჩახვიდეთ აი მაღალმთიან სოფლებში, ასე შემდეგ, ხო? ეს ეკონომიკური აღმავლობა საკუთარი ჯიბიდან გამომდინარე ხო არ უნდა ილაპარაკო, არა უნდა ილაპარაკო რასაკვირველია ქვეყნიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ქვეყანა არ არის მათთვის პრიორიტეტი, მათთვის პრიორიტეტია ის წრე, რომელსაც თვითონ და თავიანთი მომხრეები კრავენ და საბოლოო ჯამში იკვეთება ის, რომ ძალიან ბევრი სკოლა
საგანმანათლებლო დაწესებულება ამით ზარალდება. აი თუნდაც ეგან ნათქვამი რესურსები, ხო? არაფერი ამის მოგვარება არის ძალიან მარტივი. უბრალოდ ესენი უყურებენ ძალიან რთულად. აი თუნდაც ეგან გავამახვილე ყურადღება და დამთავრება მინდა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით რა. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემური საკითხი ეს არის. ეხლა ჩვენ 3 გადაცემა რო შევხვდეთ ერთმანეთს, ხო, 3 კი არა, 100 გადაცემა ვერ ამოვწურავ იმ პრობლემებზე საუბარს, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. თან რა არის, იცით, აი ეს ძველი რეფორმა ვერ ასწრებს ხოლმე კარგად გაჯდომას, აი ამ ესე ვთქვათ, გააზრებას ამ საზოგადოებაში, როგორც კი ახალ რეფორმას დააწევენ ხოლმე და აი ფორმების საკითხი თქვით ეხლა, მაგაზეც გადავალ მე მაქვს მაგაზე ჩემი მოსაზრება. აი სახელმძღვანელოები, ავტორები იმიტომ მეწოდებიან ამ კუთხით, რომ ესე იგი უეჭველი უნდა დაწერონ, ეს ავტორები არიან კარგი ავტორები, არიან სპეციალისტები ამ თავისი საკითხების, მაგრამ ეხა იქ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მე-10 კლასის სახელმძღვანელოებში უნდა გამოვკვეთო აუცილებლად. ეს არ გულისხმობს, რომ ავტორები არ არიან პროფესიონალები, მაგრამ უნდა აღინიშნოს მეგობრებო, რომ 30 დღე ჰქონდათ 2 წიგნის დასაწერად. რაღაც ესეთი ის ჰქონდათ ავტორებს და მათგან ძალიან ბევრი წარმატებული ლექტორი და ეს არის პროფესორია დღეს. სპეციალისტია, კი. სპეციალისტი კონკრეტული ეპოქის მკვლევარი და სასაცილოა, როცა ასეთი იდეალები შემოაქვთ თითქოს, რომ 30 დღეში თურმე საქართველოში მოღვაწე ისტორიკოს შეუძლია არათუ სადმე მოღვაწეს, რა ვიცი, ვინ დაწერს საერთოდ ამას ასე, დაწეროს სასკოლო სახე ჯერ ხო ასეთი დონის დაცინვა როგორიც ეს არის მაგალითად 30 დღეში დაწერო სახელმძღვანელო არის პრაქტიკული უაზრობა ხო აი ამას როგორ შეიძლება ადამიანმა უწოდოს რეფორმა და ახალი წიგნები რეფორმად ჩათვალოს საერთოდ. სხვათა შორის მეც შემომთავაზა ადრე ეხა მე გამომცემლობას არ დავასახელებ რა თქმა უნდა მეც უნდა მეთანამშრომლა გამომცემლობასთან დიდი სიამოვნებით დავიწყეთ თანამშრომლობა თუმცა შემდგომ მე რაღაც სხვა სამეცნიერო სავალდებულო საქმე გამომიჩნდა უნდა წავსულიყავი თურქეთში და იქ ვეღარ გავაგრძელე მე და ნუ ჩემს მაგივრად იქ ჩასვეს ავტორი თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს აი პირადად ჩემი ის პატარა გამოცდილება რამდენიმე დღის განმავლობაში ხო დავიწყე იმ თავზე მუშაობა და იმდენად დრო არ ყოფნის, ესე იგი ყველაფერს უნდა მოწყდეს სახელმძღვანელოზე მომუშავე ავტორი, რომელიც არის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც არის სკოლაში მასწავლებელი, რომელსაც სახლში ყავს აბიტურიენტები, სულ ყველაფერს უნდა მოწყდეს და დაჯდეს და იმუშაოს რაღაცა იმ კონკრეტულ საკითხებზე, ხო? ესე როგორ შეიძლება? და მე იქ ანაზღაურების საკითხია კიდე, როგორ წავა სახელმძღვანელოს გრიფირების საკითხი, მიენიჭება თუ არ მიენიჭება საერთოდ გრიფი, ესეც არ ვიცით და მეც გეტყვით. აი, ვინც იყვნენ სახელმძღვანელოების შემფასებელ კომისიაში, ეხლა ზოგი ცოტა ისეთია, ზოგი საღად აზროვნებს და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე აი შიგნიდან ვიცი, რომ რაღაც საკითხებს დაუწერეს ძალიან დაბალი შეფასება, რაღაც საკითხებს დაუწერეს დაბალი შეფასება. კარგი შეფასება ასეთი რამე არ არსებულია და თან რა არის საქმე, რასაც დაუწერეს დაბალი შეფასება, ზუსტად აღმოჩნდა, რომ სასკოლო მეცადინეობის პერიოდში აქ ოღონდ ინფორმაციაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი არის თვითონ სახელმძღვანელო სტრუქტურაზე, თორე ეხლა ინფორმაციულად ავტორები ახალს ვერაფერს გამოიგონებდნენ, ისტორიაში რაც არის გამოკვლეული და მიღებული, იმის მიხედვით გააკეთებდნენ. ხო ასეა? აი მაგალითად იქ მე-11 საუკუნესთან დაკავშირებით იყო ძალიან საინტერესო ეს ნორმანებთან დაკავშირებით იქ შუა საუკუნეებს ახლა მე ჩემ მიმართულებას ვამბობ. აქ ახლა მასწავლებლის ბლოგია და შესაბამისად მასწავლებლის საკითხებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე ახლა თუ რომელიმე სხვა საგანს რაიმე პრობლემა აქვს, ალბათ მოიწერებიან და ისინი ჩემსავით ექნებათ იმათაც საშუალება. ჩვენ გვეყოლება სხვადასხვა ეპიზოდებში სხვადასხვა პროფესიის მასწავლებლები და მე მინდა რომ ეს გავხადო როგორც ახლა იბლოკება ხოლმე მე მინდა რომ აქ მოვიწვიო ჩვენს წინააღმდეგ განწყობილი ასე ვთქვათ, უარყოფითად განწყობილი მასწავლებლები არა მხოლოდ ჩემი როგორც ერთი პიროვნების, არამედ ზოგადად ჩემი როგორც ერთი მასწავლებლის და მასწავლებლის პოლიტიკის და ამ თვითონ ამ ბლოგის პოლიტიკის მიმართ. და მათ შორის ამ გადაცემის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ მართლა რეალური სურათი გამოიკვეთოს, ვინ შეიძლება
და რა შეიძლება იყოს ვინ შეიძლება მოვიწიოთ ამ შემთხვევაში მე ყველა შევთავაზებ და ყოველ შემთხვევაში მე რაღაცა საჯარო მოტივაცია დისკუსია გაკეთდეს. აი მეც ჩავერთვები მე დიდი მოტივაცია არ სიამოვნებით. მაქვს რომ ეხა ამ გვერდს ხილვადობა საკმაოდ დიდი აქვს და საკმაოდ ბევრი გვერდი მიჭერს მხარს მათ შორის რომ ეს სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება კიდე განვითარდეს და სხვა შედეგზე გავიდეთ უფრო ხარისხიან შედეგზე მაგალითად და გადაცემის სხვა ფორმატი მივიღოთ საბოლოო ჯამში ჯერ ახლა დავიწყეთ პრინციპში ამიტომ მეგობრებო ვინც მოისმენთ ამ ჩანაწერს და ეპიზოდს გიწევთ ამ გადაცემაში თქვენთვის სასურველ თემაზე ყოველ პარასკევს სავარაუდოდ 10-ზე დავიწყებთ ხოლმე ან 11-ის ნახევარზე გავედით დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ლაივში და შემოგვიერთით დისკუსიაში და თქვენი ხაზი როლი გამოკვეთეთ მინდა აღნიშნოთ შემოგვიერთდა ჩვენ ლორენა ქობალია თუ გექნებათ ქალბატონ ლორენა რაიმეზე ჩართვის სურვილი შეგიძლიათ ხელი აწიოთ აი ესე და ნებისმიერ შემთხვევაში თქვენც მოგეცემათ აზრის გამოხატვის და ნუ თუნდაც კრიტიკის ან უარყოფის უფლება. მადლობა პირველ რიგში რომ შემოგვიერთდით. ხო, მადლობა გიორგი, ყველანაირად ვეცადეთ რომ ეს პირველი ბლოკის ნაწილში რომ განათლების რეალური პრობლემები რაც კონკრეტულად ეხება წიგნს ისტორიის სახელმძღვანელოს გამოგეკვეთა და ფაქტობრივად ეს არის ალბათ შალვა ერთი შეიძლება ვთქვა წეგან უბრალოდ არ დამიმთავრებია უცბად სხვა საკითხზე გადავედი რა ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ ესეც მინდა რომ ვთქვა რადგან არ მინდა რომ ქრონოლოგია დამერღვეს რისი თქმაც მინდოდა აი რა პრობლემა არის ზუსტად ეს არის სახელმძღვანელოების აგებულება აი თუნდაც ეხლა ჩვენ ყველას გვიმუშავია სახელმძღვანელოსთან და ჩვენ ყველაფერს მივაგნებთ ანუ ეხლა ვიკვლევთ ვაკეთებთ ხო რა წერთ და ასე შემდეგ ეხლა სახელმძღვანელოში ინფორმაციის გადაბმა პრობლემა არ იქნება რასაკვირველია ჩვენთვის, მაგრამ ეს მოსწავლე, როდესაც სახელმძღვანელოსთან რჩება მარტო და ინფორმაცია ასეთი გაბნეულია და პატარ-პატარა სხვადასხვა გვერდ ხა შეიძლება ასეთი ტიპის იყოს, რომ აქ რაღაც ტექსტი წერია, მერე აქ არის კიდე რაღაცა 5-6 წყარო, ამ ტექსტის გაგრძელება იწყება მერე მე-10 გვერდზე, იქითკენ ის ესე იგი ამ მოსწავლეს ხა მე ხო არ ვამბობ ჩემი გადმოსახედიდან მე ვამბობ იმას 99% მოსწავლეების ამბობს რომ ეს რა წიგნია და ჩვენ ყველანაირად რაზე უნდა ვიყოთ მორგებული რომ მოსწავლეს როგორი სახელმძღვანელო ესიამოვნება ხო ეხლა მე არ ვგულისხმობ აქ ზარმაც და ნიჭიერ მოსწავლეს აქ ორივესთვის ზედმეტი შრომა არის ასეთ ქაოტურ სახელმძღვანელოებში ჯერ ეს რა არის მე-10 კლასი გაყოფილი ცალკე ეს პირველი მეორე ნაწილი იქ ის ცალკე როცა შეიძლება რომ არსებობდეს სახელმძღვანელო სწორად აწყობილი, აი ძველი სტრუქტურა მაგალითად რეალურად 2012 წელს დადგენილი სტრუქტურა ძალიან კარგი იყო. გაეკეთებინათ იგივე სტილში და წყაროები და ილუსტრაციები და რუკები და ასე შემდეგ. ეხა იქ ეგ პრობლემა იყო. ვიზუალური მასალა გქონდა ძალიან ცოტა ძველ სახელმძღვანელოებში. ეგ ვიზუალურ მასალას რომ თავი დავანებოთ გიორგი და სტრუქტურას ჩვენ აი მე სხვათა შორის ვათვალიერებდი და ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მიმიზი და სხვა სახელმწიფოებში არსებულ ისტორიის წიგნებს ვათვალიერებ ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი წიგნი არის მაგალითად რომ ავიღოთ მე-10 კლასის თუ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ბრიტანეთში როგორი პერსპექტივით არის შექმნილი ჩვენ ფაქტობრივად აი არ ვიაზრებთ იმ დროს როცა ბრიტანეთში მაო ძედუნს მაგალითად ამ სკოლასა ბოდისკის მე მგონი მე-20 საუკუნეს ეხება ხო იმათთან მე-20 საუკუნეს ჯერ ერთი რომ პერიოდიზაცია ქრონოლოგიურად დალაგებულია ისე რომ ყველა მნიშვნელოვან თემას გადიან ეხა მე-9 მე-10 კლასელები და ჩვენთან ფაქტობრივად რეგიონალურ დონეზეც კი არ ვსწავლობთ არათუ გლობალურ დონეზე ეხა კომუნიზმს ვსწავლობთ ერთ პარაგრაფში შენ ძველ წიგნებშიც ერთ პარაგრაფში იყო შენ კარგად მოგეხსენება და ახალ წიგნებში ხო რა ვიცი არც გვაქვს პრინციპში კომუნიზმი დაწერილი იმიტომ რომ არ დაწერილი 12 რაც გვაქვს ის ძველი მე-12 ის არის ჩვენი სახელმძღვანელო იმიტომ რომ მე-12 კლასში ამასთან ყველაზე ფრთხილად არიან იმიტომ რომ აქ შედის ამათთვის ყველაზე მძიმე პერიოდი შედის ზუსტად აქ შედის ქართული და ზოგადად მსოფლიო თვალსაზრისით სიტყვის თავისუფლების ტირანებთან და დიქტატორებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა. საინტერესოა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი სამთავარი საკითხი არის სახელმძღვანელოების მომავალი
ეს გადაცემის მესამე ბლოკში მაქვს მე ძირითადად გამოსაკვეთი, ამიტომ მოგვიანებით დაუბრუნდები ამ საკითხს და კითხავ კიდევ ამ დეტალებს უფრო ჩავშლით ამ შემთხვევაში. აი ფორმები მაგალითად ხო წეღარო ფორმები ვახსენეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ მაგაზეც მკითხეთ მე მგონი და მე არ მიპასუხია მაგაზე, აი ფორმასთან დაკავშირებით. კარგით, შეიძლება მივიღოთ ხო დაუშვათ სიტყვაზე, ნუ იყოს ფორმა, მე რა მოხდა, იქ ევროპაშიც აქვთო, იქ დაწერეს იმ დღეს იქ ვიღაცებმა, რომ იქ ევროპაშიც ქონიათ თურმე ეს ფორმები და ასე შემდეგ. მაგრამ ევროპაში ფორმებამდე რამდენი რამეა გაკეთებული, მარტო ის რომ ერთნაირად ეცვათ და ფორმების რეალურად ჩვენ მაგას ვხსნით და ამაზე არანაირი ღრმა კრიტიკული გააზრება არ ხდება ამისი, რომ ევროპაში ჩავაცვათ ფორმა ვივიღოთ, მაგრამ იმას სახელმძღვანელოს დავუდოთ წინ ნორმალური, ხო? ანუ ჯერ დავუდოთ ნორმალური სახელმძღვანელო, ჯერ შევუშვათ აუდიტორიაში ნორმალური მასწავლებელი, ჯერ ვუზრუნველყოთ ამ ბავშვების სწორი განათლება და მომავალი და მე შევუკეროთ ეს ფორმები. დემონიზება ხდება ჩვენი, კი კონკრეტულად ჩემი ამ შემთხვევაში და არ ვიცი ხა შენ რამდენად მოქცეულ ხარ და ვიცი რომ მოქცეულ ხარ ამ ნაწილშიც, რომ თითქოს ეს მასწავლებლები და აი თქვენ ხო არაფერი არ მოგწონთ და თქვენი მოსაწონი ხო ვერაფერი ვერ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ მეგობრებო რეალურად აგვისახელონ რა არის მოსაწონი, აი გვითხრან რა არის მოსაწონი, აი რა არის მოსაწონი. ეხლა ფორმა შევკერო, კი ბატონო, ძალიან კარგი მკერავებს მიეცემათ საქმე და ხელფას აიღებენ. ეს კი ბატონო, ნუ დავასაქმეთ ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ფორმა ხო არ მისცემთ ამათ განათლებას. ეს ფორმა არის მე-1000 ხარისხოვანი საერთოდ. აი ამ რეფორმებიდან საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? აი ეს იმდენად და არის. მადლობა გიორგი, ამ ნაწილზე საკმაოდ ბევრი გვაქვს სამშჯელო და ალბათ სხვა ეპიზოდებსაც მივუძღვნი უშუალოდ ვინაიდან თქვენ როგორც სპეციალისტი მოწვეული ხართ ამ შემთხვევაში ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიაზე, ჩავშლი უფრო ახლა მეორე ბლოგზეც რომ გადავიდეთ. ჩვენი ამ ნაწილის თემა ეხება უშუალოდ ისტორიას, როგორც საგანს და პირველ რიგში რატომ არ უნდა იყოს ისტორია საზეპირო საგანი, აი ეგ ნაწილი რომ გამოვკვეთოთ, მას რა როლი აქვს, იმიტომ რომ ამ საგანს შეუძლია განავითაროს ისეთი კოგნიტური უნარები, რომელიც სხვა საგნებს იმდენად არ გამოსდის და ისტორიული აზროვნება, ეს პერსპექტივა, რომელიც ჩვენ საგნებს სკოლამ უნდა მივცეთ, როგორც ისტორიის მასწავლებლებმა ამ შემთხვევაში და ბავშვებმა ეს განივითარონ მაგალითად წყაროს ანალიზით, კრიტიკულად გაიაზრონ რაღაცები და რაც ყველაზე მთავარია, ინტეგრირებული სივრცე შევქმნათ ჩვენ სხვა საგნებთან, რაც საერთოდ დაკარგულია სკოლებში, მინდა აღნიშნო და მასწავლებლები იშვიათი გამინახავს, მე სხვა შორის მე და ჩემი თანამშრომელი რამოდენიმე კვირის წინ საუბრობდით ხელოვნების მასწავლებელია, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი დავაკავშიროთ ხო და იმდენად გაგვიჭირდა მეც კი რომელსაც სულ მაქვს ხოლმე სურვილი პრაქტიკაში არ მაქვს ამისი პრაქტიკა, ინტეგრირება შევძლო იგივე ანტიკურ ეპოქის კულტურასთან. იმდენად დაკარგულია ეს ინტეგრაცია საგნებს შორის და საერთოდ ნულოვანი კავშირი არა თუ სახელმძღვანელოები, გამომცემლობები არ ემთხვევა ჩვენი საგნის ერთმანეთს, არამედ ქიმია, აი მაგალითად ისეთი მომიჯნავე დისციპლინები, ხელოვნების გაკვეთილი და ისტორიის გაკვეთილი ჰაერში აცდენილია, იმდენად არ ემთხვევა ეს წიგნების კი ერთმანეთს. ხო, ასე რომ ისტორია არ არის რეალურად თარიღების და სახელების რაღაც გროვა, აზროვნება, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს პირველ რიგში კითხვის დასმის უნარის განვითარებას, ალტერნატიული ინტერპრეტაციის გააზრებას და აი ფაქტები, მოსაზრებები, აი რატომ ვერ იღებს მოსწავლე თქვენი აზრით ისტორიის რეალურ ღირებულებებს სკოლის დამთავრების შემდეგ? ეხლა აი აქ რა პრობლემა არის ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. ეხლა იმ დღესაც ვამბობდი, ეხლა სხვა პროფესიის პედაგოგებს იმედი არ ეწყინებათ, იმიტომ რომ ჩვენი საგანი არის განსაკუთრებით სტრატეგიულ საგანს ვეძახი ხოლმე. ამას ისტორიაზე განსაკუთრებით არის შემოტევა. ეხლა მათემატიკის და ქიმიის მასწავლებლები რაღაცნაირად მოახერხებენ იმ მეთილნარინჯის და იქ რაღაცა ამოცანების იმის ფორმულების რო გააგონონ ამ ბავშვებს, იქ სახელმძღვანელო ასე ვთქვათ, დიდად ტრაგიკულ მას არ წარმოადგენს, მთავარი
მთავარია შედეგამდე მივიდნენ და გამოთვლა და რაღაც ქიმიური რეაქციები, მაგრამ ისტორიაში გააჩნია ესე იგი ისტორია ხო ადამიანს ასწავლის წარსულს, რომელიც უნდა დაეხმაროს აწმყოში, აი რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებაში, უნდა ასწავლოს რა გზა გამოიარა კაცობრიობამ იმისთვის, რომ ეს ადამიანი, თუნდაც მე, თქვენ, ყველა დღეს ვარსებობთ და რა იყო ადრე, ანუ გვაჩვენებს იმ ორმოებს, რომელშიც კაცობრიობის საზოგადოება მაგალითად ხო რაღაცა გადაწყვეტილება მიუღია და არასწორი შენ უნდა გაითვალისწინო, რომ იგივე არ მოგივიდეს შენც, ხო? ანუ ისტორიის სწავლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებში. დღეს იქ სტუდენტები რო დგანან და იქ ის ახალგაზრდებს ასეთი პროტესტის გრძნობა რო აქვთ, ხო? რატო აქვთ ეს? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან თავიანთმა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში რა მძიმე მდგომარეობა გამოიარა, ძალიან კარგად იციან რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს მაგალითად ახლა და აღარ უნდათ იქ დაბრუნება. და აი მაგალითად სასკოლო პერიოდში ხო ხა მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის თვალში, იმიტომ რომ ხა მასწავლებელი რო შედის, გააჩნია ამ საკითხს როგორ დაანახებს მოსწავლეს, რა კუთხით. ძალიან ბევრი მოსწავლე უკვე სადღაც თვითონ ეცნობა რაღაც გარკვეულ საკითხებს და შეიძლება შეეწინააღმდეგოს, რომ იცი რა შეა საქმე, ესე არ არის და ესეა, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლე მასწავლებელს ხო უჯერებს იქ აუდიტორიაში. მაინტერესებს რატო ვასწავლით ძველ სტილში თქვენი აზრით? მაინც ეს საბჭოთა მიდგომა, რომ ისტორია ამ პერსპექტივით ვასწავლოთ და აუცილებლად ყველა თემა გავატაროთ გაკვეთილზე, რატო ხდება თუნდაც პრაქტიკაში ამის ასე აღქმა და გამოკვეთა და აი თანამედროვე სკოლა ისტორიის გაკვეთილისზე არის საერთოდ სხვანაირი, სახეცვლილი, აი ერთი მე მინდა სხვა შორის დავიწყო ამ გაკვეთილების რაღაცნაირად გაშუქება და არსებობს ძალიან ბევრი ატვირთული გაკვეთილები, რომელიც პროფესიულ ნაწილში მასწავლებლებს ძალიან დაეხმარება და რეალურად აი სახელმწიფო რესურსებს აი ამაში უნდა ქმნიდეს რა, როცა ვიღაცას ამისი мотиваცია აქვს და სურვილი დაეხმაროს ამ რესურსების მარტივად თუნდაც თარგმნაში ან 1000 რაღაც არსებობს. რეალურად ჩვენ არ გვაქვს აი ხელშესახები თანამედროვე ასეთი. რატომ მაინც ჩავჭით ამ დროში? რა არის ამისი მიზეზი თქვენი აზრით? შალვა, ჯერ უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა ის, რომ რასაც ისტორიის მასწავლებლებისთვის უნდა აკეთებდეს სამინისტრო და რასაც საგან ისტორიის განვითარებაში უნდა დებდეს სამინისტრო, ანუ რესურსებს და ასე შემდეგ, ამას სამინისტრო არ აკეთებს, ხო? აი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არსებობს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, რომელიც იმაზე მეც აკეთებს ქართველი მასწავლებლებისთვის, ვიდრე მაგალითად ბოლო 12 თუ რამდენი ხანიც არიან ესენი გაუკეთებია ზოგადად სამინისტროს. ანუ უფრო მეტს ვაკეთებთ ოღონდ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე თვით დაფინანსებადი ასოციაცია უფრო მეტს ვაკეთებთ სკოლებისთვის და სკოლის მასწავლებლებისთვის, ვიდრე საერთოდ სამინისტრო ფიქრობს ამ საზოგადოებაზე. სამინისტრო ფიქრობს, რომ ასია მოვნონ სამთავრობო დელეგაცია, ანუ ზემდგომი ხალხი, რომ ისინი რასაც იტყვიან, აი ესე თავს უქნევენ მისავით, რა ქვია. ხო და ეხლა ნახეთ რა შეა საქმე. აი ძველი სტილი მაგალითად, ხო? ეს არის რისი პრობლემა? ეს არის ტრენინგების ნაკლებობის პრობლემა. აი თქვენ სანმე გინახავთ მაგალითად, რომ მასწავლებლებს აი ესე ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ საგაკვეთილო, ანუ პროფესიულ ტრენინგებს გულისხმობ მაგალითად. აი ძალიან ბევრმა მასწავლებელმა თუ შენ ტრენინგს არ ჩაუტარებ, ეგეთი მახსოვს მე მაშინ მოსწავლე ვიყავი და გააჩნია ვინ ატარებს. გააჩნია ვინ ატარებს, მაგასაც ეგ ცალკე საკითხია ვინ ატარებს და რა მოტივი აქვს, სხვა შორის უნდა აღინიშნოს ეს სასიკეთო მხარეც ახლა იმდენად აღარ, მაგრამ მასწავლებლის სახლი აი რაღაც ონლაინ შეხვედრებს აკეთებს ხოლმე, რომელიც ძირითადად მაინც ინკლუზიური განვითარების მიმართულებით აქვს ხოლმე, მაგრამ აი პროფესიული უნარების, მეთოდოლოგიური საგნობრივი სტანდარტების, პრაქტიკული გაკვეთილების. რეალურად ჩვენ საუბრობთ, გიორგი, გაკვეთილის მაღალ ხარისხზე და ისტორიის თუნდაც საგნობრივი მეთოდოლოგიის განვითარებაზე და ამისი ერთი მაგალითი არდევს ონლაინ სივრცეში, რომ თუნდაც უყურო, კარგი გაკვეთილი ისტორიის როგორია. და ამას რეალურად ვინ უნდა აკეთებდეს? სპეციალისტი, გარკვეული ჯგუფი, რომელიც უნდა აზიარებდეს ამას რაიმე სახით და მიქონდეს მასწავლებლებთან და რომ იმ დროს როცა ჩვენ ამას არ ვეხებით, ხარისხის განვითარება იწყება აქედან. რაც სამწუხაროდ არ იქნება და თქვენ როგორ გგონიათ რატომ არ არის საკმარისი მაგალითად წყაროზე დამყარებული დავალებების გაკეთება?
ფაქტოლოგიური მასალის ათვისება. რას თვლით, რომ ისტორიის გაკვეთილზე უნდა გამოიკვეთოს, აი თუნდაც სასკოლო სივრცეში. საკლასო გაკვეთილზე. უპირველეს ყოვლისა, ყველა კომპონენტი უნდა იყოს განხილული, მხოლოდ ესე ვთქვათ, რაღაცა პარაგრაფის გარჩევა და ის, რომ 313 წელს მაგალითად მილანის ედიქტი გამოქვეყნდა და მორჩა, ეს გავიზეპიროთ, ესე არ არის. აი საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი განხილული, ამას რასაკვირველია მასწავლებელი უნდა ახერხებდეს. მე ახლა ჩვენ ვიცნობთ ხო, უამრავ მასწავლებელს, ვინც ამას ახერხებს. მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც დღეს კიდე სკოლებში გაიძახიან და სტალინის ხოტბას და კომუნისტ ეხა ეს მასწავლებლები უნდა გაიწყრილონ სკოლებიდან. აი მოდი მაგ საკითხსაც მიუდგეთ და მათი თვალით დავინახოთ სტალინის ხოტბა, რომელიც მე მათი თვალით ვერ დავინახავ გამორიცხული. არა, მე რას გულისხმობ, აი სუფთა პროფესიულ ნაწილში მოვიაზრებ იმას, რომ რატომ არის ეგ პრობლემა თუნდაც, რომ ისტორიის მასწავლებელი სტალინს ადიდებს პრაქტიკაში. იმიტომ რომ ნახეთ ჩალვარაშია საქმე, ისინი სადღაც გაჩერდნენ. ხო, აი ზოგიერთი მასწავლებელი ხა ძალიან ბევრმა გამოგიყვება პასუხისგებლობა სახელმწიფოს ეკისრება სხვათა შორის. რასაკვირველია, ის მასწავლებელი ყოველ წელიწადს მე თუ მკითხავთ, ხო, ყოველ წელიწადს კიდევ მასწავლებელს ძალიან ბევრი გამოცდა უნდა დაუნიშნო ადამიანმა. მეც რო აი მასწავლებელი ხო დიდი სიამოვნებით პროფესიულ გამოცდას რაღაცა პერიოდის შემდეგ, რაღაცა უნდა მოხდეს ისტორიაში სწორი და თანამედროვე კვლევების შეჯამება, ამ კვლევების მიწოდება, რაღაც ელექტრონული რესურსი იქნება თუ ბეჭდური რესურსი უნდა დაერქვას, რომ ეს არის მასწავლებლებისთვის მეთოდური რაღაც გაკეთდეს სახელმძღვანელო იქნება თუ რაც იქნება და ამ მასწავლებლებს უნდა ესენი წავიკითხოთ ჩვენ, მე ჩემ თავზეც ვამბობ, რასაკვირველი ხა, მე უფრო შეხება მაქვს ამ კვლევებთან, ამ ასე შემდეგ და რაღაცებს ვიცნობთ, მაგრამ ზოგი ხო არის რომ სიტყვაზე მაგალითად უფრო იმას იცნობს, უფრო არა, ეს არ გამოვა. უნდა ბევრი გამოცდა დაინიშნოს მასწავლებლისთვის. მასწავლებელმა მარტო არჩევით ბოლოიანები კი არ უნდა შემოხაზოს. მასწავლებელს უნდა გააწერინოს საკუთარი ხელით იმ გამოცდაზე ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი და ის ფსიქოლოგებთან ერთად უნდა გაირჩეს ის საკითხი. იქ უნდა ჩართული იყოს ექსპერტები. აი, რადგან შეეხეთ გიორგი ამ საკითხს, ბარემ ჩვენი გადაცემის მესამე ბლოგზე გადავიდეთ. და მინდა რომ თან დროში, ეხლა ჩვენ შეზღუდული დრო პრაქტიკაში გვაქვს, იმიტომ რომ არ მინდა ეს გადაცემა ძალიან გაწელილი იყოს, საათს ნახევარია ჩვენი შეხვედრის ზოგადი დრო. მესამე ბლოკში ალბათ მინდა მთავარი პრობლემა გამოვკვეთო, აი სახელმძღვანელოების რეალური პრობლემები რა არის ამ შემთხვევაში. თქვენი აზრით, აი შეიძლება იყოს თუ არა ეს ერთფეროვანი ტექსტები და აი პრაქტიკაში ეს ერთფეროვანი ტექსტები, რომელშიც თითქმის არაფერი არ იცვლება, მაგალითად 10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოს განახლება ხდება, იგივე ტექსტი გადმოაქვთ ავტორებს, სადაც აქ უნდა გავაკრიტიკოთ აუცილებლად და უმატებენ აი ახალი რამე თუ დაემატა, ან ჩანართს დაუმატებენ, როგორც აღნიშნეთ და რომელიც ერთიანობის აღქმას კარგავს. ზედმეტი ინფორმაცია ანალიზის ნაკლებობა, ზედმეტი ინფორმაცია და ანალიზის ნაკლებობა, ავტორის ფუძისეული ხედვა, აი თქვენი როგორც ისტორიკოსის თავარი არსი არის ანალიტიკა, ანალიზი და უცბად ამ შემთხვევაში არასწორი რაღაცა წაყვანა ხდება კონკრეტული იმის კონცეფცია აყალიბდება სრულად არასწორი, რომელიც საერთოდ ჯერ ერთი რო ეროვნული გამოცდების საჭიროებებს არ ერგება რიგ შემთხვევაში და რატო უნდა დაწერო ამ შემთხვევაში ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ დღევანდელი სახელმძღვანელოების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი არ ასწავლის აზროვნებას, აი ვიზუალური, უნარებზე ორიენტირებული, წყაროებით გამყარებული, კვლევით გამყარებული, თუნდაც ერთი საკითხი ავიღოთ, მაგალითად ფარნავაზის პრობლემა. როგორ გამოკვეთთ ამას პრაქტიკაში და რაში ვლინდება თქვენი აზრით ისტორიის მასწავლებლის თვის აი ამ გაკვეთილის ახსნა, როგორ ახსნიდით ფარნავას მაგალითად, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი საკითხია, ტაბუირებული ამ ნაწილში, გვაქვს ძალიან ცოტა წყარო და გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. ხო, რასაკვირველია, აი ხა თვითონ ეს ფარნავაზი როგორ ისეთი საკითხი ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან დიდი პრობლემებით დაირაზმა საზოგადოებამ. მე საერთოდ აი მარტო ფარნავაზი კი არა, ზოგადად აი საგაკვეთილო პროცესზე მინდა რომ ვთქვა რა, ეხა ფარნავაზი თავისთავად, ეს კიდე კამათის მოვლენა არის, რამდენი მკვლევარიც და ისტორიკოსიც არის, ისინი თავისებურად აღიქვავენ ამ საკითხს და მათ შორის მეც ასე გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ ეხა მე უფრო ჩემი შუა საუკუნეების მიმართულებაა, მაგრამ რასაკვირველია, როგორც
როგორც კი რაიმე ჩემი კოლეგა რაიმეს დაწერს, ისეც რომელიც მე უნდა ვიცოდე და შეიძლება გამომადგეს ის ჩემ მოსწავლესთან მუშაობის დროს იმას, რასაკვირველია გავეცნობი და აუდიტორი თუ ვეთანხმები იმის არგუმენტირებულ მსჯელობას, რა თქმა უნდა, იმას შევიტან. მასწავლებელი არ უნდა იყოს ასევე შეზღუდული და მე მგონი ამაში პრობლემა არც გვაქვს, რომ საგაკვეთილო მეცადინეობის დროს შეიტანონ, ჯერ ერთი პროგრამა რო ვერ ესწრება, ეს კიდე ცალკე საკითხია, აქ საათობრივი პრობლემაა და ესეც სამინისტროს კისერზეა, რასაკვირველია, მიუგდეს მასწავლებლებს. ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს პირობითად რო ავიღოთ 60 გაკვეთილი გვაქვს და 60 გაკვეთილი უნდა გაიარო რაღაცა 45 საათში. ეხლა წარმოვიდგინე ეს გაკვეთილია განხილული რომ რამდენიმე პარაგრაფს მიუგდებ მოსწავლეს, ის მოსწავლე ისწავლის, არ ისწავლის, ეს უკვე მასწავლებლის ზოგიერთი მასწავლებლის გათვალისწინებული ფაქტორი ამ სახელმძღვანელოებში ჩვენ ყავს ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მოსწავლეები, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ეგეც ეხა რომ თქვა რომ სპეციალურად მისთვის დაწერო ცალკე სახელმძღვანელო არა, მაგრამ რაღაც შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც აი ამ ეთნიკურობის განცდას ისტორიის წიგნებში გამოკვეთს, რომ აი აქვთ ხოლმე ეს რაღაცა კონკრეტულ თემებს გულისხმობ, მე არ გვამბობ რომ თლიანად ისტორიის სახელმძღვანელოში მოხდეს, კონკრეტულ თემებში საერთოდ არ არის ამისი გააზრება არ ხდება საერთოდ და ეს პრობლემა როგორი არის თქვენი აზრით ახალი თაობის ისტორიის წიგნი? ყველაზე კარგი. ჩემი აზრით ეხლა რა შეესაქმე? წიგნში რასაკვირველია ეხლა თხრობა უნდა იყოს ინფორმაციის, ოღონდ ამ ინფორმაციული თხრობის დროს ეხლა ბავშვმა უნდა წაიკითხოს ის ინფორმაცია, რაც იმ პერიოდში მოხდა და ეს უნდა იყოს როგორი? უნდა იყოს, აი ეს მოხდა კი ბატონო რაღაცა. ეხლა ამას რა უნდა? რატო მოხდა ამის წინაპირობა? რომ მოხდა, რა გამოიწვია ამან ზოგადად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ან თუნდაც სამეზობლო დონეზე, ამ შემთხვევაში საქართველოს ისტორიაზე ვილაპარაკოთ. აი ფარნავაზის პერიოდში მაგალითად ადმინისტრაციულ ერთეულებად რო დაიყო და ასე, ეს რაც როგორც ეხა იქ საერთოდ მის ლეგენდაზეა ხო საუბარი, იქ ბევრი რამეა. აი ხა მაგალითად მასწავლებელი რო შედის დაადასტურო ეხა მაგალითად. აი მასწავლებელი რო შედის აუდიტორიაში სიტყვაზე ხო და რო იწყებს ლაპარაკს, რომ იქ გამოქვაბულში ნადირობისას რაღაც, ეს უკვე სხვა საქმეა, ეს არის ზღაპრების წიგნი, ეს ძილის საკითხია. აი მაგ საკითხს რო ჩავყვეთ. მასწავლებელი მაგას ახსნის აუცილებლად, ჩვენი სკოლის მასწავლებელი ამას გააკეთებს. ყველა არა ოღონდ ხო ყველაზე არა, რასაკვირველია ყველა არ გააკეთებს, მაგრამ ეს პრობლემა რაზე მიუთითებს, რომ მასწავლებელი თუნდაც ლეგენდას ხსნის როგორც გარკვეული არანაირი ახალი კვლევები. ეს არის საქმე, ეს არის ის პერიოდის, კიდე 1900 რაღაც კომუნისტური პერიოდში რაც იყო დაწერა. აი თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ კინაღამ ჯვარს გვაცვეს, ვინც არის ის დიდგორთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი შემოვიტანეთ, საკითხი შემოვიტანეთ, განსახილველად და აქ ის ზოგ საერთოდ იმისიც წამდა, რომ მე-4 საუკუნეში სიკვდილით დასჯილი წმინდა გიორგი იმ ბრძოლის ველზე იბრძოდა 1021 წელს. ასეთი ხალხიც არსებობს, ხო ჩვენ ნახეთი. ეხლა იმას გინდა ფარნავაზის ლეგენდაზე ელაპარაკე, გინდა 9 კლასი დაამთავრე, გინდა 27. იქ აღარაფერი აღარაა ხუთი აზრი. იცი რა არის? რეალურად ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში დგას ერთ-ერთი გამოკვეთილად, მათ შორის რომ ჩვენს ისტორია რატომ ვამბობ ამას? მაგალითად იქნება, მაგრამ ჩვენ ცოტა ვართ, კარგად ჩანს. განვიხილავდი მე ისტორიის სახელმძღვანელოს ბრიტანეთის ერთ-ერთ სახელმძღვანელოს, რომელიც მე-20 საუკუნის ისტორიას ეხება და იქ ბრიტანეთის ისტორია არ ისწავლება როგორ კონტექსტში, წერია მაო ძედუნი, ანუ კომუნიზმის ჩამოყალიბებას სწავლობენ ერთი სემესტრი. მთლიანად და რა არის ეს იდეოლოგია თავისი არსით, რასაკვირველი იქ არის უდეტალურესად გადააზრებული ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ ჩვენ საქართველოსა და მსოფლიოს რა კონტექსტში ვსწავლობთ და როგორ ვადარებთ ერთმანეთს საგაკვეთილო პროცესს. ეხა მე არ ვამბობ საუნივერსიტეტო სივრცეში ცოტა სხვა ვითარება გვაქვს ჯერჯერობით ეგეც უკვე, მაგრამ იქაც კერძოებში ოღონდ, არა, საჯაროშიც რასაკვირველია, აქ ლექტორია უკვე იქ ლექტორია რა, წამყვანი. არა, პერსპექტივა რასაკვირველია მასწავლებელს და ლექტორს აქვს ძალიან დიდი, რომ მაგას თუ არ აქვს შესაბამისი უნარი. განვიცდით თუ არა, აი მაგალითად ამ ნაწილში პროფესიული მასწავლებლების, კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას ისტორიაში.
რა თქმა უნდა განვიჭრა ეს ხო ჩანს აი ეხლა მოსწავლეებს შევეკითხოთ თვითონ მოსწავლეებს შევეკითხოთ ეხლა შეიძლება ბავშვმა არ იცოდეს სიტყვაზე მასწავლებელმა მეტი იცოდეს კაროლინგებზე ან ბაგრატიონებზე ან სეფიანთა დინაზე რაღაცა საერთოდ ცulis თუ არა მე თუნდაც ბევრი ცოდნა გაძლევს თუ არა რაიმე დადებით მას რა ქვია ბევრი ცოდნა რასაკვირველია კარგია მე ვამბობ იმას რომ ბევრი ცოდნა არის თუ არა გარანტორი იმისა რომ შენი გაკვეთილი იქნება ისეთი თანამედროვე როგორც უნდა იყოს მოსწავლესთან ყველა კვლევაზე ბუნებრივია ვერ ილაპარაკებ ამას არც აგაკვეთილოდ რომ მოგცემს არა ამისთვის არსებობს მას ну ხა მე არ მინდა ისე გამომივიდეს არიან მასწავლებლები რომელსაც ოჯახი ყავთ რომელსაც ასე თუმცა მე არ ვამართლებ იმიტომ რომ პასუხისმგებლობა რო გაქვს აღებული და აუდიტორიაში შედიხარ იქ იმ ბავშვებს არ აინტერესებთ იმის იქით უკვე რა ხდება იქ შენ ცალკე სამყაროში ხარ შენ უნდა ასწავლო მოსწავლეებს კონკრეტული საკითხი მით უმეტეს ისეთი საფრთხილო თემა როგორიც არის ისტორია იქ უკვე ხა იქ იმასთან ის ხდება ამასთან ეს ხდება ჩემი აზრით ხა შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს მისი აზრია მაგრამ მე რო სიტყვაზე აუდიტორიაში შევდივარ იქ ჩემი პირადი უკვე მორჩენილია იქ არ არსებულია იქ ვარ მე რომელმაც უნდა საკითხი ავუხსნა მოსწავლეებს და ჩემგან იმათ უნდა დარჩეთ დიდი ცოდნა აი ყველა მასწავლებელმა უნდა ასე იფიქროს ხო და არ უნდა იყვნენ რომ ვაიმე ხა როდის გავა ორი გაკვეთილი რომ წავიდე ეხლა იქ რაღაცა ხდება სახლში ეს უნდა დატოვონ იმის იქით ну ეხლა თუ სერიოზული პრობლემა არ არის მე არ ვამბობ საქართველოს რეალობაში როგორ უნდა გავზარდოთ საგაკვეთილო პროცესის ხარისხი ისტორიის გაკვეთილზე უპირველეს ყოვლისა მასწავლებლების შემოწმება და ბავშვების სასკოლო მერხებთან მიბრუნების რაღაცა ხერხები უნდა მოიძებნოს თუმცა რომელ ხერხებზე და რომელ კვალიფიციურ გამოცდებზე და მასწავლებლებზე არის საუბარი საერთოდ კლასების გადარჩენაზე გვაქვს ლაპარაკი აი 11 კლასი უნდა ჩამოვწიოთ ეხლა ხო დავჩებით ჩვენ რუსეთი კიდე რომელია ტერორისტული ეგეთი ქვეყანა ცოტადაც ჩამორჩენილები არიან აი ეგეთი ისეთი რა ქვია იმათ სტილზე ალბათ და მე იქ იმ ბრძენმა რო თქვა რომ ვისაც უნდა მე-12 კლასში გააგრძელონ ხო სწავლა იმეცადი რას გააკეთებენ ეხლა დაიწყება ნეპოტიზმი დაიწყება მეკთამეობა ისევ როგორც იყო ხოლმე თავის დროზე ну ეს კიდე ცალკე პრობლემაა სამომავლოდ ემუქრება თუ არა აი თუ უნდა გამოიკვეთოს იმიტომ რომ თუ რამე ნამდვილად უნდა შეიცვალოს სისტემაში ალბათ არის ორი რამ რომ მასწავლებელი უნდა გახდეს მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ყველა თავისი საგნის ექსპერტი არის და მასწავლებელთა ჯგუფები რომელიც პროფესიულად არსებობს ჩვენს ქვეყანაში სოციალურ სივრცეში განსაკუთრებით ბევრია ასეთი უნდა გახდეს მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და არა სამინისტრო რეალური პრობლემა როცა ჩვენ სახელმძღვანელოს ვიღებთ და ვაწერინებთ ავტორთა ჯგუფს ეს ავტორთა ჯგუფი მინიმუმ უნდა იყოს კავშირში სკოლასთან აი რაც ეხლა არ მოხდება ესენი რომ თითქმის აღარ მოხდება ანუ ეხლა მოხდა ბოლოს ოღონდ ვინ მოინდომებს ამათთან თანამშრომლობას რომელი ნორმალური მოინდომებს ეხლა სახელმძღვანელოებს რა დონეზე უნდა მივიდეთ რომ მასწავლებელი ჯერ ხო ისედაც არ იყო გადაწყვეტილების მიმღები თავისივე სწავლობის მეთოდიკაში და ეს სად იკვეთებაო თავისუფლების წართმევაო აი აქ იკვეთება თავისუფლების წართმევა მათ შორის რომ ჩვენ ვეყრდნობით მთლიანად ისედაც ასე ვთქვათ სამწუხაროდ დეგრადირებულ სისტემას რომელსაც განათლების სამინისტრო ქვია და ამ სისტემის ფარგლებში გვინდა რომ ყველაფერს თავი დავანებეთ უკვე რომ ყველაფერი კარგად არის და ამ სისტემამ უნდა დაწეროს ახლა წიგნი ეს არის ზუსტად დიდი პრობლემა რომ ნახეთ რა შეიძლება საქმე ყველანაირად ყოველ წერტილს და მძიმეს გააკონტროლებენ ალბათ აი როგორც ხდებოდა ხოლმე კომუნისტური ცენზურა რასაც აკეთებდა ხო იმ პერიოდში მე კიდე არ მინდა რომ ეგ ვიფიქრო რომ მაგას ამზადებენ მაგრამ ისტორიკოსის ვალია იფხიზლოს მაგ ნაწილში ყოველთვის და გამოკვეთოს ეგეც რომ შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი თუ იმის გარანტიას მისცემენ ავტორებს, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, ანუ გაესაუბრონ და კომუნიკაცია ჰქონდეთ სკოლის მასწავლებლებთან, რომლებსაც უკვე პრაქტიკულად აქვთ ჩამოყალიბებული, როგორ ეს სიამოვნებოდათ გაკვეთილები ჩატარება და ეს მათი შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა, ან თუნდაც ნუ დაემთხვევა, ბევრი მასწავლებლის და ზოგადად მასწავლებლებთან კომუნიკაციის შედეგად შეიძლება ძალიან კარგი სტრუქტურის აწყობა. აი ამ სახელმძღვანელოებთან
საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ამათ ერთი სახელმძღვანელო უნდა იყოს ყველგანო, ხო? ჯერ ერთი აქამდე სამი სახელმძღვანელო იყო თუ 4, რომელიც კონკურენციას უწევდა ერთმანეთს და ყოველთვის ცდილობდნენ, რომ უარესსა და ცუდს შორის, რაღაცნაირად ერთმანეთთან კონკურენცია ჰქონოდათ, ხო? ეს იმაზე რაღაცა ცოტა უკეთესი ყოფილიყო ის ასე შემდეგ. ეხლა რამდენად გამოვიდა ეგ მე არ ვიცი, ეგ უკვე სკოლის მასწავლებლებმა, მე საგაკვეთილო პროცესში კიდევ ერთხელ ყველა მასწავლებელს მინდა მოუწოდო სხვათა შორის, რომ რასაც სამინისტრო ავალებთ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ყველაფრის შესრულება იმ საგაკვეთილო პროცესის დროს. ეხლა ნახეთ ჩემი აზრი, მე რო სკოლის მასწავლებელი ვიყო, ჩემ მოსწავლეს აუცილებლად ეცოდინებოდა ის, რაც მე მინდა რომ მათ გადავცე, ის რაც არის სწორი სიტყვაზე. რამდენს შორის ეგ რომელიც გადასცედა ეს უნდა იფიქრონ. აი მაგას, მოდი თანამედროვე ქვეყნები ავიღოთ, ბრიტანეთში როგორც კიდევ ავიღემე მოდელად ამ შემთხვევაში ბრიტანეთის მოდელი, რომელშიც გამოკვეთილი არის, რომ იქ განსაკუთრებულად დიდი გაკვეთილიდან ენიჭება ძალიან დიდი როლი პრაქტიკას. აი მაგალითად თვითონ მოსწავლეები არიან პატარა მკვლევრები და ადგენენ აი დამოუკიდებელ ნარატივს ქმნიან და სხვათა შორის მე მინდა სრული პასუხისმგებლობით აღნიშნო, რომ ჩემს გაკვეთილზე ყველა შუმერული, აი ძველი ანტიკური სამყარო ისე არ მიდის, რომ თიხის ფირფიტები, რასაკვირველია ეს ჩემი ხარჯებით ხდება, თიხას ვყიდულობ და აკეთებენ თიხის ფირფიტებზე შუმერულ დამწერლობას. ეს ერთ-ერთი ფუფუნებაა საკლასო აქტივობაში და ბავშვები იმდენად არ არიან არაფერს შეჩვეულები, დახარბებულები არიან ფაქტობრივად ამ ყველაფერს. ეხლა წარმოიდგინე, რამდენი კლასი მყავს, მე მაქვს სრული დატვირთვა დღეს, მყავს მე-7, მე-8, 2 მე-8, 4 მე-7, 2 მე-9 და 2 მე-10 კლასი და დღის განმავლობაში დაახლოებით 200-მდე მოსწავლეს ხვდები და ყველასთან რომ მიიტანო თიხა, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი თავად ყიდულობს, თუნდაც მე არ მაქვს ამაზე პრობლემა, მას ამიტომ არ გვეც რაღაც ფინანსურ ნაწილზე მაქვს საზგასმა. უბრალოდ რესურსები თუნდაც რაც რეალურად გჭირდება კვლევისთვის, რომ ისტორია გახადოს საინტერესო. ის რომ ეგ რასაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენი აზრი გადასცე მოსწავლეს. ამისთვის ელემენტარული ხონდა გქონდეს თუნდაც ასლი წყაროსი. რა არის წყარო? ხო, ჩავა მანდაც მასწავლებელს გააჩნია, ხო? ეხლა ყველა მასწავლებელმა თავისი აზრი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასცეს. გააჩნია და მასწავლებელს მართლა გააჩნია. ძალიან ბევრი რაღაც არის პედაგოგზე მასწავლებელს დამოკიდებული, ეს ამაზე თანხმდებით მე მგონი, მაგრამ ის რასაც რეალურად 40 წუთიანი საგაკვეთილო ბადე გვთავაზობს, დღევანდელი ბადე, ნულოვან კავშირშია თანამედროვე ბადესთან. ნულოვან კავშირშია. ორიენტირება გვაქვს და მე ამიტომ დაგისვით წეღან ეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ალბათ ჩვენი შეხვედრის მთელი არსია, რომ რატომ ვერ იღებს რეალურ ღირებულებას მოსწავლე, აი მანდ არის პასუხი და მთავარი რატომ ვასწავლით უძველეს სტილში. თქვენი აზრით დღევანდელი განათლება და ადრინდელიც ფაქტობრივად უფრო დღევანდელი განათლების პოლიტიკა მიდის თუ არა იმისკენ, რომ ჩვენ განათლება რეალურად აღარ მივცეთ მოსწავლეებს და მივცეთ ეს მართვითი სტრუქტურად ხომ არ ყალიბდება თქვენი აზრით განათლების სივრცე. ხო, აი იცით რა მახსენდება ხოლმე ხა ზოგადად როდესაც შევხედავ ხოლმე ეხლა კანონებს რო გამოსცემენ, ხო? იმ დღესაც ერთ-ერთი კამათის დროს სულ ვეუბნები რომ უკანონოთ, ხო? არც ის ცუდი საქმეები არ კეთდებოდა თავის დროზე, რასაც ჯერ კანონს მიიღებდნენ ხოლმე და შემდგომ ხდებოდა იმ საშინელი საქმეების კეთებაც, ხო? ეხლა ძალიან ბევრს გონია რომ რადგან სახელმწიფომ კანონი მიიღო, უეჭველი ამ კანონს უნდა დავემორჩილოთ. რატო ყრუები ვართ, ბრმები ვართ, არ გვაქვს აზროვნების უფლება თუ რა? პირიქით, ეს კანონი რომ მიიღო, მასწავლებელი პირველ რიგში კითხვის ნიშნით უნდა შეხვდეს ამას, რომ რამდენად კრიტიკულად უნდა შეხვდეს პირველ რიგში, უნდა შეხედონ კრიტიკული თვალით. აი ეს ძალიან საინტერესო საკითხია. მომავალი აღარა გვაქვს. უნივერსიტეტებს მიადგნენ, იქ ყაზარმულ იმაზე ჰქონდათ გადაყვანილი უკვე ერთი პერიოდი იქ თავისუფალი უნივერსიტეტის ეზოში სხვათა შორის რომ იქ ჯარი იდგა
იქ ჯარით, ეხლა ძალიან ბევრი წავა ჯარში, აი ეს ისინი, რა ქვია, ნუ ეგეთებიც ჭირდებათ. იმას კრიტიკული, იმას შეწინააღმდეგების საშუალება არ ექნება და იმდენად მეცოდებიან, აი შავზე რო ეტყვიან თეთრიაო, ისინი თავს დაუქნებენ. კი, თეთრია, იმიტომ რომ იმათ არ ექნებათ კრიტიკული აზროვნება და ეს პირველ რიგში სად უნდა ჩამოყალიბდეს სკოლაში. ეხლა მე მასწავლებლებსაც ვერ დავადანაშაულებ ბევრ საკითხში, მაგ მშობლებიც უნდა ჩაერთონ აუცილებლად. ეს მშობლები ჩართულობაც უნდა განათლების სისტემაზე და იმაზე რომ გქონდა ჩვენ რაღაც ცვლილობა, იქ ნულოვანი ჩართულობა იყო მშობლების და ზოგადად ამას ეგ ცალკე პრობლემაა და მაგას ერთი ეპიზოდი დაჭირდება მშობლების. მოდაში შემოვიდა რომ სკოლაში ხო ასწავლიან და იქ მიხედავენ რა. რას ქვია მიხედავენ? იმას მასწავლებელს უნდა გადაკონტროლება. თავის ბავშვს ჭირდება გადაკონტროლება. საგაკვეთილო პროცესი როგორ მიმდინარეობს, ეს მშობელმა უნდა იცოდეს. რაღაცა შემაჯამებელი სახით უნდა კონდეთ ამაზე ინფორმაცია. და ელემენტარული ხა არის ბევრი მასწავლებელი, ვისგანაც მომისმენია. არა, მე მესმის, მე მასწავლებლები, რომლებიც კლასში შედიან, იმათთვისაც მე ხავ გულისხმობ იმ მასწავლებლებს, ვისთანაც მე მქონია შეხება და ძალიან დადებითად ვარ მაგათ მიმართ განწყობილი და უთქვამთ, რომ აი ვერ ვატარებ გაკვეთილს, იმიტომ რომ აი ამ ბავშვის პრობლემა მაქვს. ესეც რისი ბრალია, გინდა გითხრათ, ეს მასწავლებლის ბრალი არ არის, ეს არის სკოლის ხელმძღვანელობის ბრალი. თუ ვერ ატარებ, იმიტომ რომ ეს მოსწავლე ხელს გიშლის, მოიყვანე მშობელი და დაუსვი გვერდზე. სიტყვაზე ყველა გაკვეთილზე ფსიქოთერაპ თამარ გაგუშიძე მაგრიშა რომ ჩვენ მასწავლებლებს არ გვაქვს ჩვენ ამის აღიარება არ გვინდა სხვათა შორის და ეს არის უმწვავესი პრობლემა გიორგი რომ პროფესიულთან ერთად რომ საგნის სპეციალისტი იყო კარგი ჩვენ მეთოდოლოგიურ უნარები არის პროფესიული უნარები ფსიქოლოგიური მიდგომები არ ვფლობთ არათუ არ ვფლობთ ყველას უნდა ინდივიდუალური მიდგომა თან რამდენი ახლა წარმოიდგინეთ ისტორიის მასწავლებელი როგორ ხდება გადიხარ გამოცდაზე აბარებ უდაბლესი დონის გამოცდას ჩვენ ხო ამაზე ვთანხმდებით ძალიან ისტორიის სასერტიფიკატო გამოცდას აბარებს 90% საზღვარგარეთ მაგალითად ხო სიტყვაზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნუ ახლა დასავლეთში რა კონკრეტულად სადაც განათლება ძალიან ისეთ მაღალ დონეზეა განვითარებული ხო იქ მაგალითად მასწავლებელსაც ზოგს როგორი გამოცდა აქვს ორი წყარო მოაქვთ ერთი ნუ ეკონომიკური რაღაცა პერიოდია აღებული აი სიტყვაზე მე-17 საუკუნის ეკონომიკური ვითარება აქ და აქ ევროპაში მაგალითად რაღაცა საერთო მაჩვენებელი ვიღაცა ავტორის წყარო აქეთკენაც იგივე ეპოქის ოღონდ აღმოსავლური წყარო შეიძლება მოიტანოს და მასწავლებლები ამაზე აკეთებენ პოლიტიკურ აი რა ამ ეკონომიკურ პრობლემაში რა პოლიტიკური ის რა ვიცი სასამართლო პროცესი შეიძლება მოაწყო 1000 რაღაც არის მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენ მივდივართ იქამდე და მე გვიგვირს რატომ აქცევიან ახალგაზრდები აი ამ ცრუ ინფორმაციების ქსელში და აბლაბუდაში რომ ვეღარ არჩევენ საერთოდ ეხლა ფარნავას რო აუხსნი და შენ იმას რა ქვია ლეგენდას ეტყვი რომ ეს ნამდვილია და მე ამ ლეგენდის ფარგლებში რომ წახვალ და იმაზე დაიწყებ ააგებ თელ ქრონომეტრაჟს ქრონოლოგიურ ეპოქას და ამას უნდა მოაყოლო ახსნა რომ იცი რა არის ეს კი ჩვენამდე ამ ამბავმა კი მოაღწია და მე თქვენ გიყვებით მაგრამ იცი რა არის აი ესეა სინამდვილეში ეხლა მაგალითად მასწავლებელი აი მე რომ მოვუყვე მოსწავლეებს რომ იცი რა რომულუსი და რემუსი იქ რაღაცა პირდაბრჩენილმა მგელმა გაზარდა და ნუ რაღაცა ლაპარაკი ასწავლა ნუ თელი ამბები ხო გადაარჩინა აი წარმოიდგინე აი პრაქტიკაში ამას თუ არ მოაყოლებ რომ ეს არის შვილო ლეგენდა და ეს არ არის ნამდვილი და ასე შემდეგ ვიღაცა იფიქრებს რომ იმ პერიოდში რა კარგი იყო ესე იგი იმ ეპოქაში ძიძამგლები და რაღაცა ფუნქციას ასრულებდნენ ხო ნუ ეს არის შორის ჩვენი მეთოდი არის ასეთი რომ მოსწავლე გაკვეთილი რო იწყება მე მაგალითად გაკვეთილებს არ ხსნი მოსწავლემ გაკვეთილზე ეხა მე არ ვამბობ ის რა სააბიტურიენტო სივრცეში და იქ ცოტა სხვა мотиваცია მაქვს განსაკუთრებით აი ეს არის რომ აღნიშნე იმიტომ რომ სააბიტურიენტო პირიქით იქ გარჩევა ეგ უნდა გამოვიყოთ აუცილებლად და მაგაზე ალბათ ცალკე შეხვედრაზე და მე მგონი შენ იქნები ისევ მანდაც სტუმარი და მან ცალკე ჩავშალოთ ეგ მაგრამ აი შემოვიყვანოთ კიდე ის აი სკოლის მასწავლებლები შალვა ვინც აი მე მოგცემ რა რაღაცა მას სიას აი ვინ ილაპარაკებს ამაზე კარგად რა ასოციაციაც ჩაერთვება ალბათ ისტორიის მასწავლებლებს მიუყვებით პირველ რიგში რა არის აი სამი სწრაფი მაგალითი რო გამოვკვეთოთ რომ მოსწავლემ ისტორიის გაკვეთილზე არაფრის დიდებით არ უნდა მოისმინოს მასწავლებლისგან მიზეზშედეგობრივი ახსნა თვითონ უნდა ააგოს ეს
უნდა წაიკითხოს რა თქმა უნდა და უნდა მასწავლებელმა ვერ ისე გელოს გააკეთებს, უფლება. მასწავლებელმა მზამზარეული არ უნდა თუ ვერ განასხვავა ორი ფაქტი ერთმანეთისგან, ეს რატომ მოხდა და ის რატომ მოხდა და რას აებმის. ანუ რა მოხდებოდა რომ ჰიპოთეზა მასწავლებელი არ უნდა აყალიბებდეს გაკვეთილზე, მოსწავლე უნდა აყალიბებდეს ამას და აი პრაქტიკაზე ორიენტირება და ამიტომ არის რომ წიგნი კი არ უნდა გამოიყენო, გაატარო ყველა თემა გაატარო და დააზუთხინო. მალე მორჩე წიგნს, არამედ ორიენტირი გქონდეს პრაქტიკულ, ანალიტიკურ, უნარულ აზროვნებაზე. იქ ჩაშალო შენი კურიკულუმი და გქონდეს აგებული, რომ ერთხელ პრაქტიკული იყოს, მეორედ დებატები იყოს, მესამედ თანამედროვე სამყაროდან ფილმები შექმნან და სხვათა შორის მე ხა ისტორიის პლატფორმის გვერდზე დავდებ ჩემი მოსწავლის გახმოვანებულ თარგმნილ 4 წუთიან ვიდეოს ჰამურაბის კანონებზე. აი ისეთი ეს ხომას არ დაავიწყდება, რადგან თვითონ იმუშავა ეს. აი წარმოიდგინე ხა გიორგი, მე შოკი მაქვს 2 დღეა. ჩემს მოსწავლეებს დავავალე ეს და ვინც ამას გააკეთეს მეთქი 2-10 ქულა გარანტირებული გაქვს და რა ვიცი, ყველაფერი კანფეტები და შოკოლადები ახლა კიდე არ იციან, ხო და ანუ ეს რამდენად დიდი მიღწევა იყო, მე წარმოუდგენელი შოკი მაქვს ამ 2 დღეში, იმიტომ რომ ვერ გავიგე ეს რატო გააკეთა. ანუ მოსწავლემ ეს რატო უნდა გააკეთოს, ხო წარმოიდგინე რომ ჰამურაბზე თარგმნა ვიდეო და გამოვაქვეყნებ. მე მისივე დაინტერესდა ეპოქით, მასწავლებელმა დაინტერესა კითხვები გაუჩნდა. აი ხა მაგალითად ჩემ შემთხვევაშიც ყოფილა რაღაც, რომ აი მომიყოლია დაუშვათ რაღაც ამბავი, სიტყვაზე ეს არის არაბობის პერიოდის საკითხები, აი დაუშვათ მურვანყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით ან სხვადასხვა და მე იმდენად დაინტერესებულან ამ პიროვნების იმით, რომ წასულან იქ რაღაც ინტერნეტში ინგლისურენოვანი ვიკიპედია ნახეს, იქ რაღაც სხვადასხვა ენოვან მასალებს გაეცნენ და რომ მოვიდა, ეგრევე თქვა, რომ ვაიმეო, იცითო, მე რა ამოვწერეო და ჩამოწერა რა, ამას რას უკავშირდებოდა, იმიტომ რომ რაღაცა მისთვის არ იყო საკმარისი ის რაც მაგალითად საპროგრამოდ არის გათვლილი, აი ეს მასალა. ამიტომ საგაკვეთილო პროცესი აი როგორც ამბობთ, უნდა იყოს წყაროებზე დაყრდნობილი, აი მაგალითად, ეხლა რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს აუდიტორიაში, ხო, როგორ უნდა მოხდეს ყველას გამოკითხვა სიტყვაზე. აი მაგალითად მიეცი დავალება მარტინ ლუთერის დაპირისპირება კათოლიკურ სამყაროსთან, ხო? აქ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება რომ ბანაკებად დაიყვნენ მოსწავლეები და იმ 40 წუთის განმავლობაში კონკრეტულად 2-3 შეკითხვას უპასუხონ ამ ბანაკმა, იმ ბანაკმა. მერე მასწავლებელმა პასუხი კი არ უნდა უთხრას ამ ბავშვებს. აი თუ მასწავლებელი ამ ჯგუფისგან მოისმენს არასწორ პასუხს, მასწავლებელმა იმ ჯგუფს კითხვა უნდა დაუსვას, რომელიც ამ ჯგუფს კიდევ ერთხელ აფიქრებს, რომ ნუ თუ არ მივედით სწორ გადაწყვეტილებამდე და შეცვალონ ბავშვებმა თავისით გადაწყვეტილება, მერე კიდე არასწორი, კიდე დასვას მასწავლებელმა შეკითხვა. თა როგორი შეკითხვა? ზამთარული პასუხები არ უნდა მიიცეთ. ცოტა მიაყოლოს რაღაც, რომ იცი რა, აბა კარგად დაფიქრდი. პაპმა რო ვერ გაასამართლა ვორმსში, აი კითხვა რო და ესე იგი თან რაღაცა პატარა ინფორმაცია მიაწოდე, რომ მიეხმაროს ფორასად, მაგრამ პასუხამდე უნდა მივიდეს თვითონ. აი ეს არის საქმის ეპოქის ხასიათს მისთვის. რა ხასიათით შეიძლება პაპმა ეს გააკეთოს კონკრეტული გადაწყვეტილება, რატო გააკეთა? და ყოველდღიურობის აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მინდა ამასაც შევეხოთ ჩვენ დაახლოებით 10 წუთიღა დაგვრჩა საეთერო დრო და მაინტერესებს რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა კიდევ ისტორიის გადააზრებაში ყოველდღიურობა და რამდენად თვლით რომ აი ყოველდღიურობის ისტორია არის მეთოდური ქცევა მასწავლებლის მხრიდან. ყველგან ჩვენ მე მესმის რომ არ გვაქვს ძალიან ბევრი წყარო ამაზე და ძალიან რთულია, მაგრამ ხომ შეიძლება და რა შეიძლება ყოველდღიურობის ისტორიით რომ მასწავლებელმა გააკეთოს კლასში. ნუ ეხლა აქ ცოტა ისეთი რთული საკითხია საქართველოს ისტორიასთან განსაკუთრებით ცოტა უფრო ისე ფრთხილად ვართ, იმიტომ რომ აქ ცოტა მასალა არა, ცოტა ეხლა რო შევკრიბოთ, შეიძლება საკმარისიც აღმოჩნდეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ამას უფრო ეთნოლოგიური და ეთნოგრაფიული აი ამ კუთხით თუ მოიშველიებ რაიმე ისეც, რომელიც შეიძლება რომ მოსწავლეებს აინტერესებდეს, თუნდაც სამოსის კერვა, თუნდაც კერძებთან მიმართებითი საკითხი, როცა საქართველოს ისტორიას განიხილავ.
ვიხილავ. ეხლა იყვნენ ისტორიკოსები, მაგალითად მემატიანეები აღმოსავლურ სამყაროში და დასავლურ სამყაროში, სადაც ყოველდღიურობას კი არა, ყველაფერს იწერდნენ, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ხო, აი 11 მაგალითად არაბულ პერიოდში რა ხდებოდა. ნუ ეხლა ძირითადად მაინც წლებზე და თვეებზე იყო იქ ყურადღება გამახვილებული, მაგრამ რაღაცა ტრადიციულ საკითხებსაც ამოიკითხავ იქ. თუმცა ეს უფრო მეტად იცი რა არის მასწავლებლის პრობლემაც, აი მასწავლებლისთვის შექმნილი პრობლემა ზუსტად ეგ არის, რომ შალვა ეს უნდა ენების ბარიერი გადალახული იყოს მაშინ მასწავლებლებისთვის, რომ უცხოენოვანი ლიტერატურა იკითხონ, ან მეორე, მაშინ უნდა შეიქმნას სამინისტროში სპეციალური კომისია, მეტი არ არის ჩემი მტერი, მაგრამ ნუ ისე ვიტყვი რა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური რაღაცა იმათთვის დაენიშნოთ, რასაკვირველია, ხელფასი რომ იმუშაონ, რომ მასწავლებლებს მიაწოდონ ის წყაროები და მასალები, რომლებიც შემდგომში დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის განვითარებაში. ასეთი გუნდი უნდა შეიკრას, რასაკვირველია, იქ უნდა იყოს არქეოლოგი, იქ უნდა იყოს ისტორიკოსი, იქ უნდა იყოს ეთნოლოგი, ეთნოგრაფი, ანუ აი აღმოსავლეთმცოდნე ყველანი უნდა იყვნენ, რომ რაღაცნაირად გაკეთდეს ეს ფაილებად დალაგებული ის რესურსები, რომლებსაც მასწავლებლები მიიღებენ თავიანთ სკოლებში, რასაკვირველია, ხო? ან პირადად მასწავლებლები დარეგისტრირდებიან და იმეილზე მიუვათ და მე ეს მასწავლებლები ამას რო ჩამოკაჩავენ, რასაკვირველია უფასო უნდა იყოს მასწავლებლებისთვის ეს, იმიტომ რომ ეს პირველი არ გვაქვს ეგეთი ფუფუნება. უფასო ამდენი ხანი დროს მასწავლებელს მხოლოდ აქვს 20 თეთრიანი სოციალური ანაზღაურება და წარმოიდგინეთ, ეხა ევროპულ სივრცეზე ვიღაცებისთვის ცოტა ზედმეტია საუბარი, ისეთ გარემოს გვიქმნიან, მაგრამ მასწავლებლებს იმდენი საშეღავათო პაკეტები აქვს თითქმის ყველგან, რომ მოგინდება მასწავლებლობა და აი ყველანაირად მოტივაცია ჩაკლული საზოგადოება შევქმნით ჩვენ ამ ნაწილში, როცა ჩვენ პრაქტიკაში მასწავლებლები ყავს უბრალოდ რაღაცა ფენად ქცეული, რომელსაც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება უწევთ და არ აქვს რეალური ხელშესახები. გიორგი, ძალიან ბევრი დეტალია, რაც ალბათ კიდევ ერთხელ ხალხგასმით ვამბობ, რომ ერთ ეპიზოდში არ გვიყოფა და ჩვენ კიდევ შევხვდებით და მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ იქნებით ჩვენი ერთ-ერთი ხშირი სტუმარი გადაცემის სხვადასხვა თემებზე და აუცილებლად თქვენს საკითხსაც, მათ შორის რომელიც ეხება აი საუნივერსიტეტო სივრცეს განსაკუთრებით გამოვკვეთ უფრო და მაგ პერსპექტივასაც ალბათ გავიაზრებთ, ხო? რაც უნდა გავიაზროთ და მივხვდეთ, რომ ისტორია თუ არ აძლევს ამ შემთხვევაში მოსწავლის კრიტიკულ ანალიზს და არ უვითარებს ამას და მისი აზროვნება პრაქტიკაში არის დაბლოკილი რეალურად და ვერ ახერხებს მასწავლებელი ამას, ეს საგანი უბრალოდ არის რაღაცა წარსულში მოთხოვილი. არის ამბების წიგნი ჭორების წიგნი არის უბრალოდ რაღაცა საკითხავი წიგნი, რომელსაც წაიკითხავ, შემდეგ დახურავ და ის შენ ვერაფერს ვერ მოგცემს ვერც აწმყოში და ვერც მომავალში და პირიქით ეს ისტორია უნდა იყოს პირველი მასწავლებელი იმ აწმყოსი წარსული პერიოდისას და ისტორიამ უნდა დაგანახოს როგორ იცხოვრო, აი იმ პოლიტიკურ გარემოში როგორშიც ცხოვრობ, როგორ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღო იმისთვის რომ ელემენტარული საკუთარი თავის არ შეგრცხვეს, აქ უკვე ქვეყანას აღარო ნუ არის რაღაცა რომ შენ შინაგანად გაწუხრებს და ასე შემდეგ, აი მაგალითად მე მინდა ვისარგებლო, თუ შეიძლება და რასაკვირველია ვიცი რომ ამ სივრცეში შეიძლება აბსოლუტურად ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს არ არის თავისუფალი, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო, აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი, რომელიც დღეს იდევნება ტერორისტული რეჟიმის მიერ, მინდა ყველას მხარდაჭერა გამოვუცხადო, ჩვენც ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, ძიმე პერიოდს განვიცდით და აუცილებლად იქნება ისეთი პერიოდი, როდესაც მასწავლებელი იქნება დაფასებული, როდესაც მოსწავლეებს სკოლაში წასვლა კვლავ გაუხარდებათ, როდესაც მოსწავლე არ იქნება მშიერი, მოსწავლე იქნება განათლებული, მასწავლებელი კი იქნება თავისუფალი სიტყვის თქმელი ადამიანი აუდიტორიაში და არა მარტო აუდიტორიაში, მის ფარგლებს გარეთ და მასწავლებელს ექნება არჩევანის უფლება, რასაკვირველია და მე აუცილებლად აი ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ყველა ვინც დღეს არ არის თავისუფალი, აი პოლიტპატიმრებს გულისხმობ, რასაკვირველია თავისუფლებას ვუსურვებ და განსაკუთრებით აი ჩვენი კოლეგების ნუ სამწუხაროდ ურთულესი ამორალური სივრცე გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით, რომ იმდენად მივეჩვიეთ ამორალურობას
ჩვენივე არარჩეული ფაქტობრივად უკვე ხელისუფლებისგან, რომ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამაზე ძალიან იზრდის ხოლმე ყველა შეხვედრაზე საუბარი. ეხ მე სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ ეხა აი მაგალითად ხო იმ სამარცხვინო ამბების შემდეგ აი რაც ჩაიდინეს ეგრეთ წოდებულებმა სულ ვამბობ ხოლმე რომ ვიღაცები ჩვენი თავის მთავრობებად დავრჩით ესე გამოვიდა და ჩვენ წყვეტთ ჩვენ გასაგებია საზოგადოება ეს ნიშნავს იმაზე რომ არსებობს ჯერჯერობით სამოქალაქო საზოგადოება და გარკვეულ სახელმწიფო საჭე მათ უჭირავთ ჯერჯერობით სახელმწიფო საჭე მათ უჭირავთ, ეხა რეალობა, თუმცა რამდენად სწორად მართავენ და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო, რაც ხდება. ეს საჭე უნდა იყოს მიმართული დასავლეთით და მიმართული ჩრდილოეთით, ასე რომ არ არის ეს. გიორგი, კიდე ერთ წუთს მოგცემ ბოლოს, რომ საერთო ის გააერთიანო და საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბო ის, სანამ კითხვით გადავალ ჩვენს სტუმართან, თუ აქვს რაიმეს აზრის გამოთქმის სურვილი, შეაფასოს ან რაიმე სახით დაამატოს ან გააკრიტიკოს ან კითხვა დასვას, თუ არა და ჩვენ შეგვიძლია შეჯამებისკენ წავიდეთ უკვე და პრაქტიკაში დავასრულოთ ჩვენი პირველი ეპიზოდი შეხვედრა გისმენთ ხალბატონო. მოდით ჩვენ ძირფას ხალბატონ ლორენას დავუთმოთ, რომელიც არის ასევე ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის გამგეობის წევრი და საამაყო წევრი ნამდვილად და ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი საქართველოში. მადლობა რომ ესე მოულოდნელად დაუგეგმავთ ჩემო გვერდით, ძალიან გვახარებს ესეთი შემოერთებები სიმართლე რომ გითხრათ. სრულიად შემთხვევით შემოგიერთდით, მეც ახლა ნამდვილად არ ვიცოდი. ისეთი დაღლილით მოვედი მუზეუმიდან, ბავშვები მყავდა წაყვანილი და ძალიან დაღლილი გასამართული ვიჯექი ჩემთვის. შევაჯამეთ ბრინჯაოს ხანა და მე-7 კლასი წავიყვანე ხო, ნახეთ, საუბრობდით მასწავლებლის შესანიშნავ მასწავლებელზე. რამოდენიმე პუნქტი თუ 1-2 წუთს მომცემთ გეტყვით. პრინციპში ჩვენც ხო ეხა BBC-ს და თავარის ის არ გვაქვს ფორმულას და მთელი უბრალოდ მე მინდა რომ საათნახევრიანი იყოს ხოლმე, ამიტომ დავამატოთ კი ბატონო, დრო არაა პრობლემა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, ყოველთვის დიდი სიამოვნებით, დიდი სიყვარულით, პატივისცემით გისმენთ და ზოგადად ბევრჯერ მithქვამს რომ ყველაზე დიდი აუდიტორია აქვს მასწავლებელს. ყველაზე დიდი აუდიტორია. ასე რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ რომ ბავშვები თუ გაიაზრებენ თუ იქამდე მივალთ ჩვენ რატომ მოდიან ბავშვები სკოლაში და სკოლის დანიშნულება რა არის ხო აი მის გააზრებას ჩაწვდებიან უფრო სწორედ ხო იქნება ძალიან კარგი. ეგ მარტო ბავშვები არ არის მშობელიც, სკოლაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეხლა სახელმძღვანელობთან დაკავშირებით რამოდენიმე პუნქტად გქონდა თქვენ საუბარი და მეც რაღაცები ჩავინიშნე. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც სახელმძღვანელობის განხილვა იყო, ძალიან ცოტა დრო გქონდა, ჩართულიყავით, ანუ ფაქტიურად არც გქონდა დრო, რომ გადაგვეხედა მთლიანად სახელმძღვანელოსთვის, ეს იყო რაღაცა ამოგლეჯილი კონტექსტიდან რაღაცა პატარა საკითხები და ნუ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და რეალობას აი ხა შევეჩეხეთ ხო მე-10-11 კლასის სახელმძღვანელოებზე მაქვს საუბარი ნუ მე-10 კლასის ეს პირველი ნაწილი ხო ის არის აი წყაროები ცოტა მოსაწყენია ბავშვებისთვის ბევრი არის ძალიან წყარო ძალიან კარგია ჩემთვის ძალიან საინტერესოა მაგრამ ბავშვებისთვის ეს ცოტა არ იყოს მოსაწყენია რა თქმა უნდა გეთანხმებით მე თქვენ ამაში და არის ძალიან ბევრი კითხვა სახელმძღვანელოში არ ვიცი ეს თვითონ იმისი სახელმძღვანელოს გასაბევრებლად არის თუ ერთი და იგივე მათ შორისაც დიახ მეორდება სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ რვეულებთან დაკავშირებით ეს სამშაო რვეულები რაც არის ვერ გეტყვით ძალიან ბევრი დადებით, თუმცა იქიდანაც შეიძლება რაღაც გარკვეული დადებითი საკითხები იყოს იქ რვეულში განხილული, თუმცა ამაზე ჩვენ რაც არ უნდა თავი მოვიწონოთ. ვიცი რომ უმეტესობა მასწავლებლების არ მუშაობენ და არც მე არ ვიტყვი რომ ყველა დავალებას პირნათლად ვასრულებთ რესურსები. ეხლა გადავიდეთ რესურსებთან დაკავშირებით და როგორი კარგი გაკვეთილი რაღაცა იქნება და როგორ იქნება. მე მქონდა მე-6 კლასში ესეთი სამოდელო გაკვეთილი, ну საჩვენებელი გაკვეთილი, რომელიც
ჩემი ფინანსები წაიღო საკმაოდ დიდი, თუმცა ძალიან საინტერესო გაკვეთილი იყო. მე თუნეობასთან ხაზით გამოვკვეთოთ, რომ თქვენი ფინანსები წაიღო და არა სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსდით და ეს რამდენად კლავს მოტივაციას ეს ეხა თქვენ და კი, ძალიან მინდოდა გამეკეთებინა მართლა ძალიან წავედი ლილოს ბაზრობაზე, ვიყიდე თიხის ქოთნები, ვიყიდე ჩვეულებრივი თიხა, ვიყიდე მძივები, დავპუტე მთელს ეზოში თუ სადმე ლამაზი ფოთოლი იყო, იმიტომ რომ ფოთლებით გავაკეთებინე სამკაულები და ეს ჯგუფება დაყოფილი ბავშვები, ანუ არ ვიცი, გაკვეთილი კი არა, რაღაცა სასწაულის სცენა იყო, არ ვიცი. გაგიჟნენ ეს ბავშვები, გადაირივნენ. ერთი იყო კიდევ დახარბებულები ხდებიან. ეს სამოდელოდ მე უნივერსიტეტში წაიღო ჩვენმა დირექტორმა და იქ იყო განხილვა ამისი და სრულიად შემთხვევით გავიგე, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, რომ აი ესეთი გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელმა. მაგრამ ეს იყო 1 და 2, მიხვდით? ანუ სირტაკის მუსიკით, აი ბერძნული მუსიკით, რა გაკვეთილია, ნეტავ რა ხდება, რატომ მასწავლებელმა ეს ჩაართო. ეს არის 1 და 2 გაკვეთილი. ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ყოველ გაკვეთილზე, ხო? და კვირაში ერთი ასეთი რო იყოს, ანუ ორ კვირაში ერთი ფინანსურად ეხა ზოგადად რო ვისაუბროთ, თუნდაც თიხა, ერთი თიხის ფილა რო ვიყიდე 25 ლარი ღირს, თუ 18-დან 25 ლარამდე ღირს. აი ხარისხიანს გულისხმობ ხა რაღაცა ისეთს არ ვამბობ ამ შემთხვევაში. ანუ აი ესეთი რესურსებით მომარაგება თვიურად მასწავლება შეიძლება 500 ლარამდეც კი დაუჭდეს. ეხლა რაღაცა ჯგუფები გვაგაკეთებული და ელექტრონულ რესურსებს უყრი ხოლმე და მაგალითად თრიალეთის კულტურა რო გავიარეთ, ჩავაგდეთ ის რესურსი, ნახეთ ვაი მე რა კარგი იყო, უფრო გავიგეთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მიმღებლობა ნამდვილად ეხლა ძალიან პატარა ასაკისაც არა ვარ, ხო? მიმღებლობა მაქვს სიახლებისადმი ძალიან მინდა ყველაფრის გაკეთება, თუმცა არც არ არის არაფერი, ხო? ჩვენთვის არ არის მეთოდური სამუშაოები, არ არის სიახლეები. მე ვფიქრობ, რომ სულ ვამბობ ხოლმე ხმამაღლა ამას, რომ მე მაგალითად იძულებით, ვაიძულებდი ყველა მასწავლებელს ფსიქოლოგის ტრენინგები გაევლო, ისტორიის საერთოდ ძალიან კარგი კითხვაა და ჩვენ შევეხებით მშობლებს ცალკე, მასწავლებლებს ცალკე და ბავშვებს ცალკე მთლიან ეპიზოდს მიუძღვნით ამას. პროგრამა არის ჩვენთან და ხშირად მოდიან ხოლმე კარიტასიდან, ძალიან საინტერესოა ჩართულებიან რამოდენიმე მშობელი რა. აი ესე კანტიკუნტად ისე რომ ხშირი იყოს დასწრება არა, მასწავლებლების დასწრება ძალიან ცოტა. ხო, რაც შეეხება თვითონ სახელმძღვანელოს, აი როგორი უნდა იყოს სახელმძღვანელოები, თქვენ აღნიშნეთ. მოსწავლეს უნდა უტყუებდეს აუცილებლად კითხვის დასმის საშუალებას. ანუ ის სრულ ინფორმაციას არ უნდა აძლევდეს მოსწავლეს. ანუ მოსწავლეს უნდა გქონდეს კიდევ განცდა, რომ აი ამის მიღმა კიდევ რაღაცა ხდება და ის რაღაცა არ აი სადღაც ჩანს, მაგრამ ამაზე პასუხს ვერ ვიგებ და ამაში უნდა ამუშაოს მასწავლებელი, უნდა დაუსვას მასწავლებელს კითხვა, მასწავლებელმა უნდა მიუთითოს რესურსები, სად შეძლებს ის ამაზე პასუხის მიღებას და თვითონ უშუალოდ აი საკლასო მუშაობის დროსაც. ეხლა ძალიან არ ვიცი, აი ძალიან ცუდი მდგომარეობა ზოგადად სწავლების თვალსაზრისით, იმიტომ რომ იცით რა არის, როდესაც სახელმწიფოს მიდგომა არის და პრიორიტეტი არის განათლება სახელმწიფოსთვის, იქ ყოველთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მე რატომღაც ესე მგონია, რაღაცნაირად მიშვებულია სიტუაცია და არ არის ეს მაინც და მაინც კარგი სიტუაცია, კარგი მდგომარეობა. იმედია რომ გამოსწორდება, თუ სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა ძალიან კარგ სახელმძღვანელოსაც შექმნიან, სპეციალისტებსაც ჩართავენ, პედაგოგებსაც აუცილებლად დაეკითხებენ, კარგი იქნება, იმიტომ რომ აი მასწავლებელი უშუალოდ როცა იღებს მონაწილეობას სახელმძღვანელოს შექმნის საკითხში, ახლა მე კონკრეტულად ჩემზე არ მაქვს საუბარი, ხარისხით მასწავლებლები ძალიან დიდი განათლებით და ასე შემდეგ, რატომაც არა, უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუ გვინდა კარგი სახელმძღვანელოები შეიქმნას და ეს ახლა სახელმძღვანელო საფუძველია ზოგადად მე რომ ჩვენ სამწუხაროდ ისეთი სარჩული მოამზადეს რომ ჩვენ მაგ სივრცეში არავინ არ შეგვახედებს.
აი მაგალითად ეხლა მე ერთ არგუმენტს მოგიყვანთ კოლეგებო და ვინც გვისმენს იმათმაც აუცილებლად იცოდნენ, იმიტომ რომ ეს საჯაროდ დაიწერა. მე-12 კლასის საქართველოს ისტორიის მიმართულებაზე მუშაობდა პროფესორი დიმიტრი შველიძე, რომელიც ამ საკითხს იცნობს, არ ვიცი რომ პულსის ცემა, აი პულსზე აქვს დადებული ამ ისტორიასთან დაკავშირებით და ადამიანს ასეთი ტიპის მეცნიერს და პროფესორს, ამაზე ძალიან დიდი გამოხმაურებაც იყო Facebook-ზე, გაჭეთდა კიდეც რომ ესე იგი ჯერ ერთი სამარცხვინო რეცენზია შეიკრა ესეთი დონის მეცნიერი რომ სახელმძღვანელოს წერს ელემენტარული თუ იმ დონის არა მიახლოვებული დონის რეცენზია მაინც უნდა სარეცენზიო საბჭო მაინც უნდა შეკრა რომ ვინ გაძლევს ამ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნას ხო აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე მეორე იქ მიჭრეს მოჭრეს იქ მოჭრეს რაღაც საკითხები და ეხა ისტორიკოსები ვარ და ქრონოლოგიურად გეტყვით მოდი ჯერ სკოლებში დავაბრუნოთ ბავშვები სკოლებში დავაბრუნოთ სასკოლო მეცადინეობა მასწავლებლის მხრიდან და მოსწავლის მხრიდან მერე ამასთან ერთად რასაკვირველია წინ წამოვწიოთ სახელმძღვანელოების საკითხი და მერე ფორმა ფანქრები და ფლომასტერები აი ესენი უკვე ბოლო პერიოდში გავაკეთოთ წინასწარ მივხედოთ იმას რაც არის ადამიანის ტვინისთვის გონებისთვის და მათი მომავლისთვის აუცილებელი და ჩაცმა დახურვა ბოლოს უკვე ეს სამოდელო საქმეები ეს უკვე ბოლო საკითხია ეხა იქ რამდენიმე ბრძენმა ეხა იქ რამდენიმე ბრძენმა გააკეთა კიდეც რაღაცა განცხადება იქ პოსტიც ვნახე რომ ვაიმე იქ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ფორმები აწვიათ იქ ოქსფორდშიც ფორმები აწვიათ ესე იგი აი ეგ თუ ვერ გაუგიათ ადამიანებს რომ ოქსფორდში რომ ფორმები აწვიათ ეგ ფორმიანი ბავშვი რომ აუდიტორიაში შევა იმ ფორმამდე იქ რა დახვდება და იქ ლექტორიც აკადემიურად რასაკვირველია იქ ყველაფერს ექცევა ყურადღება მაგრამ პირველ რიგში ხარისხიან განათლებას ექცევა ყურადღება და შემდეგ იმას უკვე ჯინსი გაცვია თუ სასკოლო ფორმა აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება აქ წინა ხაზზე გამოგვაქვს ის პრობლემა რომელიც რეალურად კი ბატონო პრობლემა არის მაგრამ მეასეხარისხოვანი და რაც პირველ ხარისხოვანი პრობლემაა რომ ადამიანის განათლებას ეხებოდეს ის ხდება მეასეხარისხოვანი უკვე სინამდვილეში ასეთი მიდგომით მე არ ვიცი ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ეხა მე კიდევ ერთხელ ვიძახი ჩემ მოსწავლეს ყველაფერი ეცოდინება ისე როგორც იყო როგორც სწორია ისწავლის კრიტიკულ აზროვნებას აუცილებლად შეხედავს ყველაფერს ასე თუმცა ამისი კანონი და სახელმწიფო მხარდაჭერა რო არსებობდეს ალბათ უბედნიერესი ერი ვიქნებოდით და მართლაც ერთ-ერთი მოწინავე ამ საკითხში ხო რომელ იმაზე ვლაპარაკობთ ელემენტარული ტექსტის გააზრების პრობლემა გვაქვს არა მარტო მოსწავლეებში არამედ მოზარდებშიც ხო უკვე ამ ბოლო პერიოდში და ეს მოაქვს რეჟიმს სხვას მეც ვერაფერს ვერ დავაბრალებთ რასაკვირველია ხო აი ჩემი კომენტარი ეს იქნება კიდევ ერთხელ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხო? რომელ სტუდენტურ განვითარებაზეა საუბარი? სკოლის მოსწავლეებს ცემენ, სტუდენტებს იჭერენ, პედაგოგებს იჭერენ, ლექტორზე უკვე წავიდა. ყველანაირად ვცდილობ ხოლმე რომ თემატიკაზე, მაგრამ მე მესმის მეგობრებო, იცი რა არის? ყველაზე კაი რაღაცას ვეღარ ვწდები უკვე. ჩვენ დავიწყეთ საუბარი დღეს, ჩვენ რაღაცა რეგლამენტი გვაქვს მოცემული, მაგრამ ასეთ რაღაცას გეტყვი. ვისაც ჩვენი მოსმენა არ უნდა, ის პირველ 5 წუთში გაგვითიშავს ამას, იმიტომ რომ პირველივე 5 წუთში ითქვა ის, რაც მათთვის არის საფრიფათო. ვისაც ამის მოსმენა უნდა, ის აუცილებლად ბოლომდე გამოყვება. არა, მე მოსმენა არ მოსმენაზე მეტი მოისმეს, მით უფრო უკეთესი. მე მოსმენა მე ცოტა მწარე რეალობაა, იმდენად მწარე რეალობაა, რომ თემაზე რომ გინდა რომ ისაუბრო, ვეღარ საუბრობ, იმდენად არის ყველაფერში შეჭრილი ეს. მადლობა გიორგი ამ ჩართვისთვის. იმის ბრალია რომ ჩვენ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, ეს იმ თემას ნუ გგონია რომ არ ეხება, ძალიანაც ეხება, როგორ არ ეხება? იქით ეხება თქო და ყველგან არის შემოჭრილი უკვე და ეს არის ტრაგიკული ზუსტად. რას დაამატებთ კიდევ ქალბატონო ლორდეგისმენთ? რა მინდოდა მეთქვა თელი გვისმენდით და აუცილებლად თქვენი კონტურები რაც გამოკვეთეთ აუცილებლად გაჟღერდეს პირველ ეპიზოდში იყოს დიდი ეპიზოდი თუნდაც 2 საათიანი აი ეს ინტეგრირებულ გაკვეთილებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ის ქონდა იყო შემთხვევები კი ბატონო ვაკეთებდით ამ ინტეგრირებულ გაკვეთილებს ნახეთ ეხა რაშია საქმე ადრე სახელმძღვანელოები სანამ შეიცვლებოდა 2012 წელს აი 2012 წლის სახელმძღვანელოები ადრე სახელმძღვანელოები რაც იყო სხვადასხვა აი საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულება გეოგრაფიაც მაგალითად სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მუსიკაშიც კი მუსიკის სახელმძღვანელოშიც ხელოვნებაში ერთმანეთს ემთხვეოდა თითქმის
რაღაცა ეპოქალურად, რაღაცა საკითხები აი ისტორიასთან მიმართებაში ქართულშიც ძალიან საინტერესოდ იყო თავისუფლად შეიძლებოდა ინტეგრირებული გაკვეთილის გაკეთება. ეხლა იქ შეუძლებელია. ხო, ანუ მქონდა სხვათა შორის მცდელობა, მაგრამ რაღაცა იდენტური თემების შეკრა, რაღაცა ვერ მოვახერხეთ, რაღაცა მე და ნახეთ, ერთიანი სტრუქტურა ჯერ ერთი რომ დარღვეულია, ეხლა ვითომ უნდათ რომ ერთიანი სტრუქტურა შექმნან და როგორ უნდა შექმნან, ეგ არ ვიცით. არც ასაჯაროებენ ამ ყველაფერს, ასაპირებენ და ვინ აპირებს და როგორ აპირებს. ჩვენი პრობლემა ხო ეგ არის, ვაკეთებთ ახალს და ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს და ამას რა გავლენა ექნება და შედეგი რაც გააკეთა, რა დადგა, ეგენი. ეს ხაზგასმით უნდა ავაშოთ, ჩვენ რეფორმები მოგწონს, მაგრამ რეფორმებს, რომელსაც არასდროს შედეგი არ ქონია, ეგ არ მოგწონს და იგივე სიტუაციას ვატრიალებთ ახლაც. მაშინ აი გახსოვთ კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ ვიმუშავეთ კომპლექსურ დავალებებზე, ძალიან დიდი მონდომებით გავაკეთეთ ეს დავალებები ბანკის შექმნით და ნახეთ რა როგორ ის იყო, მე მქონდა ესეთი შეკითხვა. ის ხო გამართლებს ეს მაშაკეთეთ. პრობლემა სხვა მაგრამ პრობლემა არის ის რომ ჩვენ სამწუხაროდ მიდივართ ამ შეუსა შეეყო რეგიმა აღარ ჩვენ აი ამ იმდენ იმშეულს იმდენ ვიაზრ ისტორიას აქვს უნიკალური როლი რუსაგანს ორფასალოს მოსავლეს ეს შეხედულობის დროს რეაგირება ხდება ის დამიკრიბა ჩვენ სამწუხაროდ მაგრამ სიმბოლიზმის სამწუხაროდ ის ჩვენ სამწუხაროდ ასე ის სიტუაცია არის იმითი რუსაგანს ის მისმხდება არაფორმალური ცევა მე აზროვნების პრაქტიკული მარიადი როგორი უნდა და ნელონდა თოსამროთა თუ ჩვენ შევწი აი ამ ისტორიას შეგვიძლია ხალხის მოგებას და საუბრობთ თქვენ მოდეს ამ მასალას შეიძლება და გადმო თქვენ თქვენ ერთუց სასწავლო შემდგარი ჩვენ გაცმით კონტინენტზე ასე გემს მაგრამ აპლიკაციას ფუნქციონი აქვს თქვენ სასწავლოებზე ჩამოწვა და all ასკეს შეგვიძლია ხომ სამომავლო თქვენ იმით მაგრამ ამ იზოლირებული უფრო სპაილერში სპაილერი ფაქტურიაში უფრო ხესტში ყოველთვის ასეთი სიტუაცია და გქცული რომ ან დავჭერ ამ პერსონალით იყო შეგიძლია მომწეროს გულისმოში და ასე გავსაუბროთ რა როლი გქონდა ისინი და მოსულა პრაქტიკას
განსაკუთრებაში იმ აკაკუზი იმდენად სოფელების დონეზე გავიდა. ეთიოპიის დონეზე გავიდა, რომ ყველაფერი იყო უნლეულია გადასმაშია. ვიღაც თუ დაანალიზებს და ინახავს და აი მოისმინეს კონკრეტულად აი შეიძლება ოსე აჩი გამოინტერესებს მაგრამ შეიძლება ადამიანის ის ზეალად შეხვდება. მის ორდე შემოსვლოდა და ახლა მე ეს პატრონის თავის ლოგ მასშტაბის და და მასშტაბის ხმა რომელიც გადაუსვლა დანაშაულ საუბრებას რა პრობლემის შეფიქრება საფოთო უნივერსიტეტში და ზაფხულობაში. ენერგეტიკ პოლიტიკას აი მას უდიდესი კი არ მაგალითად ვარ რომ შუბრო ეცლის კატეგორიას სოიამ ეს რეგიონი მის ხალხს მოგებს ეს არის დიდი სოთა და ასე და ბეზაში მოხდეს მაგალითად ამბრებს სულ კვალიფიკაცია ეს იმალის იმაც როთმეს აი ბაქრის მოდუს სხვა და კრიკულ მეზობ მომავალ დავასაბჭოა ისინები მოსწენი პატრონი აი ეს თუ შეგვიებ მოდავს იმათ ომი არავის არ მოვია ასე ვარ განჯულა მომავალ კაპიტის გადავხდება შუმის რობო გავარდი სამწევ აფსები მე თქვენ ეხლა გულარს აბსოლუტურ მომავალს უცხრის თო ამგვარად არ ვიდრო ვიღა ის ბენიტოს მოაჭრო რომ ჩვენ გოგოს სპორტის მასწავლებელი კი ბატონო რომ ძალიან ძვირს ეს სალანი კიდევ თუ პრობლემის არის ეს განაცხადი ის ამ დროის განაცხადი ის განაცხადი ის არის მოწვევა ყველაზე ის იქნება ის განხურო რა აი პრობლემა ხარია იყო ამ ხარ ეს უბეროში ეს არის ის явно დავარ იმები ასე რომ შეგვიძლია ანუ მასწავლებს მე არ დაბულო მოსწავლეს არ დაბულო მასწავლებს რომ ვიდეო მარხ დაცუნე რომ ყავს შეხო ამირა განს ამ ებებოს ის შეიძლება მასაკი თუ პრობლემს ის და ის ის თავი მზემ იმენ რომ პასპორტი მადლობა მადლობა ჩვენ მოწვის დასწრების და მომისთვის ქალბატონ ლორენას მადლობა რომ მოგერა თავისი პროფესიული გამიზება პირველად გადაცემ არა ის ის მაგრამ მაგრამ მასწავლებელი თქვენ თაკეთ რომ თქვენ ხედით და აბილო ფაქტობრივ თორსტენი სკოლის წარმოგიდგენელი მაგრამ გავაკეთოთ ქნიფის პრობლემები რეალურად ზოგადად ჩვენ აღშარეთ მადლობა მოგერა ეს უკვე მე უსურვებ ჩვენ შეხვდები ყოველ პასტატები და თქვენ ტექნიკი ხარჯი არ ხომ და ხედავთ შეგული ის თემას ბალანსებს ჩვენ გერცბოლზე ისევ შეეხების დიდი შემთხვევაში სამობილიზაციაში ვიმჯერდა ამ არსებულობა განაცხადა და უკვე სხვა პროფესიული შეხვედრები შეხვდა და ასე რომ დაუდგეთ ამ თემას იმედო ქერხის ისინი დამოუკიდებლობის და ამ შეხვედრით მოხდა პარაკს შეხვედრით თქვენ
გასვლა.